მოგესალმებით ისაუბრეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი პოდკასტის მესამე გადაცემა, რომელსაც ირაკლი წულაია და მე თორნიკე რაზმაძე გავუძღვებით. დღეს ჩვენი სტუმარია ქალბატონი ხატია დეკანოიძე. ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, ჩვენ თავიდან გვეგონა რომ რამდენიმე 1000 ადამიანი გვიყურებდა კარგ შემთხვევაში, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ქართული ოცნება მთელი თავისი პროპაგანდით გვიყურებს და ცდილობს რაღაცეები ამოჭრას ხოლმე ჩვენი გადაცემიდან. ამიტომ აბა დაქათეთ და დავიწყეთ. ქალბატონო ხატია, მადლობა პირველ რიგში მოგზაურობისთვის. პროპაგანდა იღებს, ამოჭრილებს, როგორც ეს და ავრცელებს მე TikTok-ზე და კი, და ამე ისეც თუ ვიტყვით, რაც შეიძლება მათი აზრით გამოადგეთ, არიან ჩამდგარი. თქვენი კოალიციის წევრი ამოჭრეს წინა გადაცემიდან და ესე ვთქვათ შეეცადნენ ცოტა fake news-ი გაევრცელებინა. მოკლედ დავიწყოთ. როგორც წესი ესე მუშაობს პროპაგანდა. დავიწყოთ პირველი შეკითხვა არის ესეთი ზოგადი შეფასება გვაინტერესებს ხოლმე, სად ვართ ახლა, მოდი ასე ვთქვათ, საპროტესტო მოძრაობა რა პოზიციებზეა? დასაწყისთან შედარებით უფრო გავიმჯობესეთ შანსები, ვერ გავიმჯობესეთ და აუცილებლად ამ კონტექსტში მე მგონი უნდა ვახსენოთ ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელსაც ველოდებით რომ ტრამპი ხელს მოაწერს, ამაზე ელოდება ქართული ოცნებაც, იმიტომ რომ ჯერ კომენტარს არ აკეთებენ და ეს მართლა ესეთი წყალგამყოფი შეიძლება იყოს თუ არა ამ საპროტესტო მოძრაობის დროს თქვენი აზრით? მადლობა მოწვევისთვის. საინტერესოა ნამდვილად და ვფიქრობ, რომ ყოველთვის ესეთი უშუალო რაღაც პოდკასტი, ხო? ანუ სადაც გაცილებით უფრო სხვა ატმოსფეროა, ვიდრე შეიძლება ეროვნულ ტელევიზიებში, უფრო საინტერესოა. აი ძალიან გულწრფელად რომ გიპასუხოთ, სად ვართ და ბევრი ჟურნალისტი სხვა შორის ამ შეკითხვას როდესაც ვსვავს, მე ვახსენებ და ვიხსენებ მე თვითონ არჩევნების მეორე დღეს. ანუ 26 ოქტომბრის არჩევნები, მე მაქვს ძალიან ბევრი არჩევნები გამოვლილი. თქვენ იცით რომ მე ოპოზიციაში ვარ 2012 წლიდან, მას შემდეგ პირველივე დღიდანვე რაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა. იმიტომ რომ მაშინ ჩემი პოზიცია იყო ძალიან მყარი და მის პოზიცია არ შემიცვლია რომ ივანიშვილი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძალიან სერიოზულ საფრთხეს. და ამის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რაღაცნაირად ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებით ვაპელირებდით იმაზე, რომ აი ეს ადამიანი არის საფრთხე, რუსული კავშირები იკვეთება, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციაში ყავდა მაგალითად სხვადასხვა პროდასალური ძალები და ამ შემდეგ, რომელიც შემდეგ პრაქტიკულად რაღაცნაირად გაფილტრა თავისი ეს ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, ხო, და ეს არჩევნები, რომელიც ეს 2014 წლის არჩევნებში მონაწილეობდი, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობდი, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც წილად ძალიან სერიოზული დარღვევებით ჩატარდა და გაყალბდა თავისებურად ამას ყველა ყველაზე მასშტაბური. ამას ყველა გაყალბება, იმან მიმდივარ, მე მონაწილეობდი 2021 წლის არჩევნებში როგორც კანდიდატი. ეს იყო ქუთაისში, რომელიც მოვიგეთ პირველი ტური ქუთაისში და სხვათა შორის მე ამაზე მე ვისაუბრებ თვითმმართველობის არჩევნებზე ალბათ დასავთ კითხვას, ხო? როდესაც 2021 წელს პირველი ტური მოვიგეთ ქუთაისში, შემდეგ როგორც ოპოზიციურმა კანდიდატმა 2000 ხმა იყო სხვაობა ჩემსა და ქართული ოცნების კანდიდატ შორის და მე მახსოვს შემდეგ მეორე ტურზე წარმოუდგენელი რაღაც ჩაატარეს და ყველაზე უფრო დიდი რაც იყო ესეთი მნიშვნელოვანი, ეს იყო რომ თქვა საშიალსრულების დაწესებულებაში გადმოწერეს ადამიანები, იმიტომ რომ არ ქონდათ იმედი რომ დაუშვათ იგივე არ გამეორდებოდა, ხო? და 20-24 წელი ჩემთვის არის გაცილებით უფრო თქვა ცოტა ყველა ადამიანისთვის მძიმე, იმიტომ რომ 26 ოქტომბერს, როდესაც ჩატარდა არჩევნები, მეორე დღე, როდესაც დადგა, ეს იყო რაღაცნაირად მეწილად ვაღიაროთ, მოდი ეს იყო რაღაცა ფრუსტრაცია. ბევრ ადამიანს ეგონა რომ სტატუს-კვო დარჩებოდა და არაფერი განსაკუთრებით არ შეიცვლებოდა. არ გამოვიდა ბევრი ხალხი პირდაპირ თქვა, ხო? იმიტომ რომ რაღაცა იყო ისე ჩანს თითქოს მოსახლეობაზე გადაგვაქვთ ისრები, რა იყო თქვენ ოპოზიციის მთავარი შეცდომები, აი მაგისკენაც რო წავიდეთ. იმიტომ არ გამოვიდა, ხო, ბევრი ხალხი რომ მათ შორის არ ქონდათ ალბათ იმედი ოპოზიციური სპექტრის. არა მხოლოდ რას, ოპოზიციას თავისი ბევრი პრობლემები აქვს, მაგაზეც ვილაპარაკოთ. ანუ 2024 წლის 26 ოქტომბერს და მეორე დღეს უფრო სწორად, ანუ პრაქტიკულად იყო ძალიან სერიოზული მოლოდინები აიწია, მაგაზეც შეგვიძლია ვიდეოთ რატო აიწია, სწორი იყო, არასწორი იყო ეს წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ მეორე დღეს, ანუ იყო პრობლემა, რომ ხალხი ფიქრობდა, რომ ეს არის დასასრული, ხო? ანუ უიმედობა რაღაცნაირად, ფრუსტრაცია გაიჟღინთა ადამიანებში და ნუ ეხლა ჩვენ ყველას გვახსოვს რაც მოხდა. ამის შემდეგ
28 ნოემბრის შემდეგ, როდესაც კობახიძე გამოდის და პრინციპში ბიძინა ივანიშვილს არაფერი არ უჭირდა ისეთი, ხო? ანუ თქვა გაიჩალიჩეს ხშირად ამბობენ. არა, არ ვიცი, არა, ესე მარტივად მე არ უყურებ, მე ცოტა სხვანაირად უყურებ. ანუ ბიძინა ივანიშვილი არის დიქტატორი. ნოემბრის განცხადებას გულისხმობ? კი, 28 ნოემბრის. ბიძინა ივანიშვილი არის დიქტატორული ყაიდის ადამიანი, რომელსაც საერთოდ არავითარი, თქვა, პროდასალური დემოკრატიული ღირებულებების ერთობლიობა შინაგანად არ გააჩნია. ეს არის რუსეთში აღმოცენებული ადამიანი და ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მოახერხა, რომ თქვათ, გამოერეცხა მთელი თავისი კაპიტალი რუსეთიდან, ხო? ანუ ესეთი ძალიან იშვიათია, თქვათ, აი გვახსოვს. ჩვენ შევხედოთ პროცესებს, ის 1 წელი ემზადებოდა ამისთვის, როცა გაიწვია ეს კანონი, ყველაფერი მოამზადა იმისთვის და როცა ყველაზე ჩათვალა სუსტი იყავით, მაშინ გამოიტანა ზუსტად. სუსტი არ არის, არ ვიცი, მაგრამ აი მაგალითად არჩევნების შემდეგ მას შეეძლო რაღაცა პერიოდი გადაეგორებინა, ხო, თქვათ, ეს რაღაცა ნიჰილიზმი ჩამოწოლილიყო, უფრო უიმედობა სტატუსკო, მაგრამ დიქტატორები და მე არ ვეთანხმები იმ იდეას, რომ ივანიშვილი რაღაცა ჭადრაკის სტრატეგოსივით იქცევა. არა, ის ამბობს ყველაფერს, რისი გაკეთებაც უნდა. ყოველთვის, აი ყველა მისი ინტერვიუ რო გავშიფროთ და მე ყოველთვის არასდროს არ მქონია განსაკუთრებული მოლოდინი იმაზე, რომ ეს კაცი ხა ამას რო ამბობს, მოდი ისი აკეთებს, ამას ფიქრობს, ამას ალაგებს, ყველაფერს ამბობს 12 წლის განმავლობაში. ამიტომ მას შეეძლო რაღაცნაირად თქვა, რამდენიმე თვე დაეცადა, თუმცა რა იფიქრა, ხალხი არ გამოდის, არაფერი არ ხდება, ხალხის ნიჰილიზმი არის. იყავით სუსტი ოპოზიცია. ჩათვალა, რომ ხალხიც იყო რაღაცნაირად დაღლილი და ანუ 28 ნოემბერს გამოაცხადა ეს და იფიქრა, რომ ეს ყველაფერი მე შემჩება, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა. ეხლა სად ვართ, ხო? ანუ თქვენი კითხვა. ანუ მე რას ვამბობ? დიახ, გავაკეთებთ. ეს სწორი ექსკურსია, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდზე ვისაუბრეთ, მაგრამ მე ამ კითხვას ვამბობ ხოლმე უფრო ამ ფორმულირებით, რომ აი გაცილებით მეტი ადამიანი იდგა, გაცილებით გაბრაზებული, ალბათ ამ კობახიძის განცხადების შემდეგ პირველი 2 კვირის განმავლობაში, ხო? და მაშინ უფრო ახლოს ხარ ვიყავით გამარჯვებასთან თქო, მაგიტომ. თქვენ ამბობთ იმას გაუშვით თუ არა მომენტი, ხო? ანუ ეს პირდაპირ ვთქვათ, მოდით ახლა მივალ მაგამდე, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი, ვთქვათ, ანატომია, რასაც ვფიქრობ, ლოგიკურად ის დავასრულო. ანუ ამის შემდეგ ჩვენ რა მივიღეთ? მაგალითად, სტატუს-კვო, რომელიც უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, ეს სტატუს-კვო არ დარჩა. პირველი რაც იყო, მიიღო ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა და ეს წინააღმდეგობა მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალადობა წარმოუდგენელი, ჯარიმობა, დაპატიმრება, წამება ადამიანებს. არ დაგვაუწყოს, რომ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრი არის დასანქცირებული მაგნიტსკის სიაშია, ადამიანის წამებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კადიროვთან ერთად ბევრთან, ბევრადად, თქვა ლუკაშენკას რეჟიმის წარმომადგენლებთან რუსეთის. რუსეთ, ოღონდ იმ სიგიდან ამოსვლა არ არსებობს, ხო იცით, ანუ ვერ ამოდიხარ. რა დაუკვირდეთ, ხათია, პირდაპირ პასუხისგებელია, დაუნუბროვი ადამიანი, ბანფორმირებებს ხელმძღვანელობდა და ჩემი აზრით ისიც ცოტაა. მაგაზეც გეტყვის ჩემოსაზრებას, იმიტომ რომ მე კრიმინალურ იუსტიციაში მუშაობ 20 წელი, ჩემი წინა პროფესია ის იყო და ანუ მე რა მგონია და როგორ უნდა ვიმოქმედოთ მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ რა მივიღეთ, ხო? ანუ მივიღეთ არაღიარება, მივიღეთ ძალიან კონკრეტული ადამიანების მუხტი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც გააკეთა, ანუ ეს არის ძალადობა, მთელი წამების ციკლი ქონდათ აწყობილი, ხო? ანუ დაკავებიდან მე პირადად და თქვენც ძალიან კარგად გახსოვთ, მე პირადად არაერთი უგონო მდგომარეობაში ადამიანი გადავიღე, ერთხელ მახსოვს ქაშვეთთან რო ვიდექი იქ ბიჭი ახალგაზრდა იყო უგონო მდგომარეობაში 15 წუთის განმავლობაში და მე არც მიმიშვეს, მარტო მოვყევი აქ დარბევაში. ძალადობის იცით რა, ხო, ანუ პრინციპში რაზეც საუბრობდნენ იმაზე, მე ვფიქრობ, რომ 26 მაისი გაცილებით ვთქვათ მიზეზი შეიძლება სხვა ყოფილიყო, ანუ მახსოვს მე ეს ძალიან კარგად, მაგრამ ნებისმიერი ადამიანების პროტესტის მართვას სჭირდება ჰუმანური მიდგომა და რა თქმა უნდა, მეწილად ის რაც ხდებოდა იყო შეცდომა. ეხლა თქვენ რა გონიათ, რომ მე წინა ჩემი ხელისუფლება, რომელსაც წარმოვადგენდი, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი პასუხისმგებლობა არ მომიხსნია და მე ვამაყობ იმით, მე რაც გავაკეთე და ძალიან ბევრმა ადამიანმა წლის განმავლობაში. არა, ეს ეხლა სხვა საკითხია, ცოტა ემოციური შეფასებაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადააჭარბა ბიძინა ივანიშვილმა და გეტყვით რატომაც, ხო? ანუ მთელი წამების მექანიზმი დანერგა და მე თქვენ გეტყვით ახლა მარტივ რაღაცას, რომ მაგალითად არც ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი ნაციონალური მოძრაობის პერიოდში არ ყოფილა მაგნიტსკის სიაში, არც ერთი სასამართლო, მიუხედავად იმისა, სასამართლო მიმაჩნია ჩვენი ხელისუფლების და მმართველობის
მმართველობის ყველაზე დიდ პრობლემად არ ყოფილა სიაში, მისი თქვათ სანქციების სიაში, მაგრამ ჩვენ მივიღეთ რა მოცემულობა. ივანიშვილმა რა მიიღო? მიიღო, რომ არ არის აღიარებული, მიიღო, რომ არავინ ხელს არ ართმევს, მიიღო ის, რომ ის ხალხი აჯარიმებს, რა ფონდებს აუქმებს, ყველაფერს უკეთებს, დაიჭირა პოლიტიკური პატიმრები. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული, რომ ეს ახალგაზრდა ბავშვები, ჩემი შულზე პატარები არიან, თქვათ რაღაცნაირად რო თქვა, მაგრამ ეს ახალგაზრდები არიან სტუდენტები ციხეში, მაგრამ პროტესტი არ ჩერდება და კაცმა არ იცის. აი მარტივად რო თქვა, კაცმა არ იცის, როდის იქნება ის ნაპერწკალი, როდესაც პრაქტიკულად შეიძლება გაცილებით უფრო მძიმე იყოს, ვიდრე იყო, თქვათ, დეკემბრის აქციები. და ალბათ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა კობახიძის განცხადება. მაინც იქ მივდივართ, იმიტომ რომ იმ განცხადებამ მოიტანა ეს ყველაფერი. იმ განცხადებას ერთი ორი კვირა რომ მოეცადა, როგორც თქვენ თქვით, შეიძლება აღიარებაც მიეღოთ ზოგიერთ ქვეყნისგან მაინც თუ არა ესე ფართოდ საერთაშორისო დონეზე და გაცილებით კარგად გქონდათ ყველაფერი. საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ ამ თეორიაზე რას ფიქრობთ თქვენ? მაინტერესებს, რომ ეს აი მათ შორის ეს საგამოძიებო კომისიაზე რეებსაც ალაპარაკებენ თავის ხალხს, ხო? ეს ხო გარკვეულწილად ელექტორალურად მათთვის წამგებიანია. ესეთი შტერები ხო არ არიან, რომ ვერ მიხვდნენ, რომ იქ წულუკიანი რეებსაც იძახდა, რომ ერთმანეთს გაუხსნეს ესხლი ქართველებმა და შემდეგ. ეს ხო მათთვის ელექტორალურად წამგებიანია. მაშინ რატომ აკეთებენ იმ თეორიაზე, რას ფიქრობთ, რომ ეს არის დავალება და არ ვიცი. ეხლა მე მაგ თეორიაზე დიდი ხანია ვფიქრობ, უბრალოდ კვლავ იმას ვიტყვი, რომ მე ბიძინა ივანიშვილი მიმაჩნია საფრთხეთ ამ ქვეყნისთვის 2012 წლიდან. 11 და ფიქრობ რომ ეხა ესე არ ვიცი რამდენჯერ დაურეკა პუტინმა თქვა ეხა ეს მე თქვა ეს ცოტა უფრო ხო ეს რაღაცნაირად ცოტა უფრო რაღაც ალბათ გამოჩნდება ისტორია გამოაჩენს შესაძლოა ამოაშკარავდე საერთაშორისო თანამეგობრობაში რომ ის ესე თქვა რუსეთის კაცია და ეს ცალსახად რატომ არ იძახიან არა დიდი ბოდიში მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები რომელიც მას დაედო დეკემბერში ზუსტად რატო დაედო რომ რუსეთთან თანამშრომლობის გამო მაგრამ არ იძახიან რომ რუსეთის საკითხი აი განსხვავებით მაგრამ არა რუსეთთან თანამშრომლობა პირადად ტრამპის საერთოდ არ გაუკეთებია კომენტარი თუ შეიძლება თქვას იმანაც თუ დაჭირდა მეგობრებო რაც ნიშნავს იმას როდესაც შენ მოხვდები სანქციებში რთულია ანუ ძალიან დიდი ოპრესიული ანუ რეპრესიულია ეს სანქციები თუ არა და ეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ნებისმიერი ამბობს რომ ეს არის რუსეთთან თანამშრომლობის გამო ეს არის პირდაპირ აღიარება მე თქვენ გეტყვით უფრო მეც მაგალითად წლების განმავლობაში ამას არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ თქვათ რაღაცა კონკრეტული ადამიანების დადანაშაულებით იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა 2012 წელს თქვათ ბიძინა ივანიშვილს მისცა ხმა კონკრეტული პრობლემების საფრთხეს ალბათ ნაციონალურ მოძრაობას უფრო თვლიდა ქართული საზოგადოება ამიტომ მოხდა რომ ბიძინა ბევრი შევიდა შეცდომაში ბევრი თქვათ რაღაცა იქ 5 მილიონი რაღაცა 6 მილიონი რაღაც სოლარიუმები და ასე შემდეგ მაგრამ მოძრაობის როლიც დიდია იმაში რომ ბიძინა ივანიშვილი მე გეთანხმებით იმაში რომ ძალიან სერიოზული პრობლემები არსებობდა სასამართლო სასჯელსრულების სისტემაში, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობამ თავისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. როდესაც და არ დაგვავიწყდეს ჩვენ რომ შინაგან ალბათ ხატია თავისი დანაშაულები. იცით რა, ეხლა მოდით ესე ვთქვათ, ჩვენ ასევე არ დაგვავიწყდეს, მე მგონი ძალიან ბევრი ადამიანს ავიწყდება, რომ ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე მინისტრი წინა ხელისუფლების და დევნა დაიწყო 2013 წლიდან მე პირადად არაერთხელ ყოფილი ვარ უმაღლესი თანამდებობის პირები ყველა დაკავებული 9 წელი მაგალითად ხო შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი და თავდაცვის მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრი მე გეტყვით სპეცრაზმელები ხო ანუ არ დაგვაწყოს რომ შამათავა რომ ეხლა ციხეშია ასევე პრეზიდენტ სააკაშვილი ციხეშია ეხლა ხო ანუ დემოკრატიული საზოგადოებები ესე ციხეში არ სვავენ პრეზიდენტებს რაც არ უნდა დამოკიდებულება რაც არ უნდა მაგაზეც მოგახსენებთ რაც არ უნდა ასე ვთქვათ იყოს დამოკიდებულება როგორც არ უნდა კონდეს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ პრეზიდენტები ზოგადად ციხეში ეს არ არის დემოკრატიული საზოგადოების მთავარი დღის წესრიგი მაგრამ ამისთან მიუხედავად ჩვენ ასევე არ დაგვავიწყეს რომ ნაციონალურმა მოძრაობამ თუ ეხლა ჩვენ გვინდა ნაციონალურ მოძრაობაზე საუბარი კიდევ იმარებ სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობით და გააზრებით იმ ვთქვათ რაღაც შეცდომების რაც არსებობდა ნაციონალურ მოძრაობამ გადააბარა ვისაუბროთ თქო ცოტა დღევანდელობაზე ხო და აი ეგ ახლა ზოგადად შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო დავასრულებ იმ წინადადებას ნახეთ ანუ მე რას ამბობ რომ ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა როდესაც პოლიტიკური დემოკრატიულ საზოგადოებაში ხდება ის რომ შეცდომებს უშვებს მართველი ძალა ყველაზე დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა რაც შეიძლება აიღოს რომ არჩევნებში წააგოს არჩევნებით გადააბაროს მშვიდობიანად ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში და ნამდვილად კარგი მაგრამ არ ვიტყოდი რომ სააკაშვილს ამის სურვილი ქონდა ის ვაიძულეთ ესე ვთქვათ რომ ამ ნაბიჯზე წასულიყო მას ქონდა სურვილი დარჩენილიყო
დარჩენილიყო, მან ხაშურის მონაკვეთი მოაწყო თუ გახსოვთ არჩევნებზე, გაიტაცეს გაიტაცეს კიდევაც და ანუ მიდიოდა იმისკენ, რომ ანუ ძალადობრივად შეინარჩუნებინა, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი და ფორმირება და თანამეგობრობის ისეთი იყო, რომ სხვა გზა არ ქონდა და არ მგონია მისი კეთილი განწყობის გამო მოხდა. მაგაში არ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ხაშურში იყვნენ ჩემი ძალიან ბევრი თანამშრომელი წასული და ის ხო არის ვინ იყო ის სპეცრაზმელები მე არ ვიცი სპეცრაზმელები ვინ იყო, მაგრამ ხაშურში ჩვენ ქონდა ძალადობა, ეხლა კიედები მეორებ, ანუ არ საუბრობ იმაზე, ვთქვათ რა იყო კონკრეტულ ადგილებში, მაგრამ ხაშურზე თუ ვილაპარაკებთ, მე მახსოვს კონკრეტული ძალადობა, რომელიც იყო პოლიციელების, ჩემი თანამშრომლების და სპეცრაზმელების მიმართ. სპეცრაზმელი საერთოდ არ ჩასულა იქ. ნუ სხვა რამეს ვამბობ, ადამიანის უფლებების კონტექსტში, სასამართლოს კონტექსტში. სასამართლო მე მგონია ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ეხლა ვიმკით ჩვენ. საშიალსრულების დაწესებულებაში, რა თქმა უნდა და ზოგადად იცით რა, რაღაცა ბოლო წლებში განსაკუთრებით ეს რაღაცა მონოლითი ჩამოყალიბებული, ვთქვათ, სისტემა, რომელიც პრაქტიკულად ჰორიზონტალურ, ვთქვათ, მართლობას ნაკლებად ითვალისწინებდა. თორე კიდევ ვიმეორებ, ნაციონალური მოძრაობის დროს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. მე პირადად დამეთანხმებით, რომ სასამართლოს პრობლემას მოსდევს უკვე ადამიანის უფლებები, საკუთრების უფლებები და ანუ არა მარტო ესე ვთქვათ, მარტო სასამართლოს პრობლემა, არამედ მთელი რიგი უფლებები იქნა დარღვეული, ვინაიდან სასამართლო არ იყო, ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, სასამართლო არის ქვაკუთხედი კრიმინალური იუსტიციის. კიდევ ვიმეორებ, მე კრიმინალური იუსტიციაში მსახურობდი და არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ იმ სასამართლოს ძირითადი, ვთქვათ, ფუნდამენტი, ვინც ითვლებოდა ფუნდამენტად მურუსიძე ჩინჩალაძე და გვირგვლიანის მოსამართლე ვინც იყო. ეს სასამართლო, აი ესე გადმოიბარა, ანუ ესეც არის პრობლემა, ანუ სასამართლო შენ დამოუკიდებლობას რო არ ანიჭებ, მე რა თქმა უნდა, ხიბლი ნებისმიერი ახალი ხელისუფლების თქვენი დატოვებული ხვრელები წინ დაგხვდათ, ესე ვთქვათ, ეს შეგვიძლია ვთქვათ და ბიძინა ივანიშვილი დღესაც მასზე დგას. სასამართლო, კიდევ ვიმეორებ, ის სასამართლოში არსებული პრობლემები იყო პრობლემები, ამაზე მე არაერთხელ მისაუბრე და თვითონ პრეზიდენტ სააკაშვილსაც უსაუბრია, მაგრამ მურუსიძე ჩინჩალაძის კლანი დარჩა დღემდე და სხვათა შორის რაც ხდება სასამართლოში კარგად, ანუ იმდენად დამორჩილდა ამ კლანს სისტემა, იმდენად დამორჩილდა, რომ პრაქტიკულად სული გავლენების ცალკე ხაზი იყოს ესე ვთქვათ. არა, საერთოდ მოდით ახლა მეორე სადაც კორუფცია იქ შედის ზუსტად უსაფრთხოების სამსახურები და უფრო მარტივი ძვირფასო მეგობრებო, ახლა შევახსენებთ ჩვენ საზოგადოებასაც, თქვენ ახსენეთ ფარცხალაძე იყო გენერალური პროკურორი, რომელიც სარგებლობდა განუსაზღვრელი გავლენით, ჩემი ყველა ბრიფინგი, რა ვიცი, ყველა ოპოზიციის ბრიფინგი შეგვიძლია ამოვიღოთ და ფარცხალაძე დასანქცირდა პირველი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, რომელმაც თქვა, რომ ეს ადამიანი არის რუსული გავლენის აგენტი და მე არ დაგვაუწყეს, რომ წავიდა მოსკოვში, სხვა შორის ითვლება მოსკოვში მთავარ დამლაგებლად ბიძინა ივანიშვილის რუსული კავშირების ფარცხალაძე და ფარცხალაძის გავლენა სასამართლოზე სამინისტროები ჩაერთო მაგაზე დიდი უბედურება ქვეყანაზე რა უნდა დაემართოს. მივიდეთ დღევანდელ ამბამდე, ხო? ანუ მე რისი თქმა მინდა თქვენი შეკითხვას რომ დავასრულოთ, თორე მე შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო წინა სამთუროჩება გადაცემის დრო ამოგეწუროს ასე თუ გავაგრძელეთ და სულ აღმოჩნდება რომ ნაციონალური მოძრაობისთან ძველ რაღაცაზე ლაპარაკობ. მე ახლანდელზე მინდა ანუ შემიფარგლული გვაქვს ხო გადაცემის დრო, ხო? ანუ მე რისი თქმა მინდა რომ ვისაუბროთ კი ბატონო შესაბამებზე, თუმცა მე არ ვარ ის ადამიანი რომელიც ამას გაურბის, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ჩვენი ხელისუფლება იყო ხელისუფლება, რომელიც რეალურად ამ ქვეყნის მთავარი ევროპული და ატლანტიკური მისწრაფებებზე იდგა და მე ამით ვამაყობ, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება შეგნებული ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ჩვენ ვიბრძვით რუსების წინააღმდეგ. მე მაშინაც მეგონა რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი, მაგრამ მე არ ვამუნათებ და არ ვაკრიტიკებ იმ ადამიანებს, რომლებიც მაშინ ფიქრობდნენ, რომ ეს რაღაცა სხვანაირი, თქვათ, სხვა შეცდნენ ან თქვათ ფიქრობდნენ, რომ სხვანაირი პროექტი იყო. ზოგადად ადამიანის უფლებებზე. დებილებს გვეძახით, არა, დებილები არ ვთქვავს, მაგრამ ზოგადად ყველა დებილი მგონიაო, ვიც 2012 წელს ვერ ხვდებაო, რომ აი, ხეთდევდარის იმაზე არა, ერთადერთი მე შემიძლია გითხრათ, რომ არსებობდა ის ბევრი ინდიკატორი, როდესაც ადამიანები უნდა მიუხვდარიყვნენ, მიუხვდარიყავით და გაცილებით უფრო კარგად აგვახსნა ალბათ, რომ ეს ადამიანი იყო საფრთხე, მაგრამ დავანებოთ თავი, დაუბრუნდეთ ხო? პროტესტს არა, უფრო ეხა კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, ოღონდ ეხანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით ქონდა კითხვა რა კონტექსტში და პროტესტთან არის კავშირში რა. მუდმივად მათ შორის პოლიტიკური აქტორებისგან ისმის არა მხოლოდ საზოგადოების მხრიდან, რომ პრობლემა კოორდინაცია და ურთიერთშეთანხმებებით ჩიგნით ოპოზიციურ სპექტრში.
ერთ-ერთ აქამდე სხვათა შორის ამ მიმართულებით ეს ჩემი პირადი შეფასებაა ნაციონალური მოძრაობა ასე თუ ისე კორექტული იყო ხოლმე და ცდილობდა რომ ეს დაპირისპირება არ გაეღვივებინა ეს ჩემი პირადი შეფასებაა შეუძლია იმას არ დამეთანხმოს მაგრამ აი თქვენი ბოლო ყრილობა დავარქვათ რა ერქვა გაერთიანებული შეკრება რო იყო ნაციონალური მოძრაობის მაგის შემდეგ გამოვიდა ხაბეიშვილი და დაახლოებით ასეთი რამ თქვა რომ მოკლედ არავის არაფერს აღარ გაუტარებ თუ ამოვიდა ყელშიო პოლიტსაბჭოზე მე არ ყოფილი მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი რატო ესეც საინტერესოა და მაინტერესებს აი ეს გასაგებია რომ გახარიას ეხებოდა და მის მოძრაობას ერთი კიდევ ვინმეს თუ ეხებოდა მაინტერესებს ეს პირველ რიგში და ასევე მაგრამ რამდენიმე კითხვას გავაერთიანებ იმიტომ რომ შეგიძლიათ რაღაცნაირად ერთნაირ კონტექსტში მიპასუხოთ მაინტერესებს დღეს მიხეილ სააკაშვილს რა ტიპის გავლენა აქვს ნაციონალურ მოძრაობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში გიორგი ვაშაძემ გითხრა რომ მე ორ ახან კოალიციაში ვარ და უშუალოდ მოძრაობაში ვარ ნაციონალურ მოძრაობის წევრებს კითხეთო და გეკითხებით და თან თქვენ რატო გეკითხებით თქვენ წლების განმავლობაში ითვლებოდით მიშას ესე ვთქვათ პირდაპირ სანდო ადამიანად ხო აქაც უკრაინაშიც და ასე შემდეგ და მათ შორის მაგ ეს შეკითხვა მიშას ჩამოსვლას რო აპირებდა თქვენ კითხათ აზრი ამაზე და რა უთხარით აი ეს ყველაფერი მაინტერესებს ხო ანუ ბევრი შეკითხვა იყო ისევ ნაციონალურ მოძრაობაზე კაი პირველი დავიწყოთ არ შემიძლია არ თქვა ის რომ რას თქვენ ბრძანეთ რომ დღევანდელი საქართველოს ღალატის კომისია, რომელიც ახსენეთ და ეს არის აუცილებლად ნამდვილად ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ კომისია, რომელიც რაღაცნაირად პროპაგანდას ეხმარება. ეს არის კომისია, რომელიც პირდაპირ პუტინის დავალებას ასრულებს იმ კონტექსტში, რომ თქვათ იურიდიული გაფორმება ხარ როგორ უნდა მოახერხო, მაგრამ ჩვენ აკეთებს ისტორიის რევიზიას პირველ რიგში. ისტორიის რევიზია რას ნიშნავს? ჰააგის სასამართლოში დამტკიცებულია, რომ საქართველოს არც ერთი სამხედროს და არც ერთ თქვათ თანამდებობის დანაშაული არ ჩაუდენია სტრასბურგის სასამართლო მოგებული გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა დასკვნაში არის ძალიან კონკრეტულად ის რომ საქართველოში თქვათ რუსების მიერ ჩატარდა ეთნიკური წმენდა და ასე შემდეგ მაგრამ ფაქტი არის ერთი რომ ჩვენ რასაც დღეს ვხედავთ ეს არის პრაქტიკულად საბოლოო გადახედვა რევიზია ისტორიის იმ კონტექსტში რომ კი საქართველოს დააბრალო ნომი იმიტომ რომ ახლა მიშაზე არის ხო ძირითადად და ნაციონალურ მოძრაობაზე ხო თქვა აქცენტი მაგრამ ხო არა ყველას უნდა ესმოდეს რომ არ იმიჯნება საქართველოს ჯარი არ იმიჯნება პოლიტიკური ხელმძღვანელობა და სხვა შორის გუშინ წინ თუ როდის იყო ვანო მერაბიშვილის მოადგილე დაკითხეს შალვა ჯანაშვილი ამას არ მოყოლია ძალიან ისეთი დიდი ფართო განხილვა იმიტომ რომ გოგავაზე და ყურაშვილზე იყო დიდი აქცენტი მაგრამ მე უყურებ სულ ამას და არც ფიქრობ რომ ადამიანებმა არ უნდა ნახონ, იმიტომ რომ მოსაზრებაა რომ არ ნახონ პროპაგანდას რაღაცა. მაგრამ ხელისუფლება სურვილი ჰქონდა რომ თავისი დანაშაულები გადაეფარა ამ 2008 წლის და უარეს მიიღებს, მაგრამ ქალბატონი ხატია რა მიდა კითხოთ. არა მხოლოდ, მაგრამ ნახე დავასრულებ. ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ იქ დაშვებული შეცდომები, რომელიც შეიძლება და აუცილებლად იქნებოდა ამ ხელაუში მაგალითად იქ იყო ახალგაზრდები, რომლებიც სად მიდიოდნენ, არ იცოდნენ, ბევრი პრობლემები იყო. ეს ხო არ იყო იმის ბრალი რომ თქვენ არ დასაჯეთ ან არ გამოავლინეთ კონკრეტული პრობლემები 2008 ბოლოს. მოდით და დავასრულებთ აუშვათ ჯანაშვილის დაკითხვაზე საუბრობდი, იმიტომ რომ მაგალითად ბევრს გამორჩა. იქ თეა წულუკიანი ამბობს ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას. რომ ეს იყო პოლიტიკური რეჟიმის თანამდებობის პირების გადაწყვეტილება, დაწყებული იყო ეს სამხედრო აგრესია ჩვენ გვაბრალებს და ვისი დავალებით ან საიდან ეს გამოჩნდება და დღესაც სხვათა შორის აი ამაზე ესაუბრებოდნენ რამდენიმე ადამიანს. ანუ ფაქტია, რომ რუსეთის მთელი ნარატივი რაც გულისხმობს იმას, რომ ამერიკელებთან ან უცხოელებთან ან რაღაც გლობალური ომის პარტიასთან ერთად თქვა საქართველოს დაბრალდეს ეს ომის მე მგონია ოცნება აპირებს რუსეთთან თანამშრომლობა დაგაბრალო და არა გლობალური ომის პარტიას. არა, ოცნება აპირებს ახალი ფორმატი გახსნას რუსეთთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორმატი იქნება სამი პირველი, სადაც დაუშვათ რაღაცა თანამშრომლობა საკითხები დაალაგდება და შემდეგ უკვე დიპლომატიური ურთიერთობა. ძალიან შორს წავიდეთ და ჩემი ბრალია, იმიტომ რომ ბევრი კითხვა დავწერთ. არა, თქვენ კითხვაზე გადავალთ. ეხლა პირველი ბოლო არ მახსოვს ბოლო ის შეხვედრა, მე არა ვარ პოლიტსაბჭოს წევრი. თქვენ იცით რომ მე კონკრეტული მიზეზების გამო დავტოვე ნაციონალური მოძრაობა. გახსოვთ ალბათ, მე არ ვეთანხმებოდი პარტიის დაშლას, არ ვეთანხმებოდი იმას რომ არჩევნებიდან რამოდენიმე გეტყვით, არჩევნებიდან რამოდენიმე ვთქვათ ასე რაღაცა
თვით ადრე ჩვენ გქონდა იმის ფუფუნება რომ ეს რაღაცნაირად ეს აჟიოტაჟი ყოფილიყო პარტიაში მე თქვი რომ ამაში მონაწილეობას არ მივიღებ მე იქ იყო მიზეზები პოლიცსაბჭოს წევრების გაყრა და გადარჩევა და ასე შემდეგ მაგრამ მე არჩევნების წინ რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან კონკრეტული ჩემი გადაწყვეტილება რომ კოალიციის ფორმატში პარტიაში რა თქმა უნდა ბორდში დავბრუნდი თქვენ იცით ანუ რამდენიმე ადამიანთან ერთად და ფიქრობ რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან იმ კონტექსტში რომ მე ჩემი იდეოლოგია რაც არ უნდა ეხლა სადღაც რაღაც არაფერს ასვლის რამე ისეთი ხო არ ხდება ნაცნობ მოძრაობაში რასაც თქვენ არ აიღებთ პასუხისგებლობას ან არ მოგწონთ ხო მაინც არა მე ყოველთვის ავიღე სადაც ვარ იმ პასუხისგებლობას ყოველთვის ვიღებ უბრალოდ ჩემი აზრით კიდევ მე პოლიცსაბჭოს არ მისმენი ამ პოლიცსაბჭოს სამსხდომისთვის არ ვარ ამიტომ არა ვარ პოლიცსაბჭოს წევრი აი ამ საკითხთან დაკავშირებით ბოდიში ხალბატონო ხატია წაგიკითხავთ თქვენი თანაპარტიელის განცხადებაც რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე რაც შენ იკადრე რა ტყულებით შენ აუცელე ეთერებში ახლა რა შეიცვალა უკან რო ბრუნდები ხატია კეზერაშვილი არ არის პარტიაში თუ ხაბი არ არის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე თუ ოლიგარქები არ მართავენ პარტიას ალბათ გეცნობათ ვისი განცხადებაც არის აი ამასაც უპასუხო არა მე მაშინ ამისთვის არ მიპასუხია მე ვფიქრობ რომ პროცესებმა გამოაჩინა ის რომ მაშინ პარტიის ესეთი როგორ გითხრათ აი აჟიოტაჟი პარტიაში არ იყო მართებული ანუ ეს პროცესებმა გამოაჩინა ანუ მე ხო არ მithქვავს რაც შეეხება ეს იყო ბორჩი მისვლა ეს იყო ვთქვათ კონკრეტულად ჩემი გადაწყვეტილება იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ ახლა სხვა პარტიაში წადი წამოდი რაღაც ვთქვათ ჩემი პასუხისგებლობა მე ავიღე იმ კონტექსტში რომ არჩევნებში ჩემი ასე ვთქვათ წვლილი შემეტანა თორე ხა მე არც სიისთვის მისვლა ხო ეს პარტიის სიაში მე ვიყავი 39 თუ 28 ხო ანუ ეს ძალიან მარტივად რომ გითხრათ ანუ მერაბიშვილი იყო პრობლემა ქალბატონო ხატი იცით რა პრობლემა მე ვფიქრობ რომ არა მე დავასახელე კონკრეტულად ის ხა თუ ლაპარაკობთ არა ივანიშვილზე არამედ ჩემზე და ნაციონალურ მოძრაობაზე გავაგრძელოთ მაშინ კონკრეტულად არა მნიშვნელოვანია რომ იყოს სამიზნე ივანიშვილი პრობლემა იყო პოლიცსაბჭოს პოლიცსაბჭოდან ადამიანების კონკრეტულად ასე ვთქვათ გაწევა, ანუ მაშინ მე ინგაგლი გრიგოლიასთან ეს თქვი ეთერში, სხვათა შორის, პრობლემა იყო ის, რომ კიდევ ვიმეორებ, არ თვლიდით, რომ ეს იყო აუცილებელი და მნიშვნელოვანი, შესაძლებელი იყო საუბარი და ლაპარაკება და ვთქვათ რაღაცა ამდენი ადამიანის წასვლა არ იყო ვთქვათ მართებული. პრობლემა იყო ის, რომ მაშინ არასწორი სტრატეგიული კომუნიკაცია იყო, რა რაღაცა მიშას არავინ არ იხსნის, ხო? ანუ რაც რეალურად შემდეგ გამოჩნდა, რომ თუ ბიზინა ივანიშვილი არ ჩამოშორდება და რეჟიმი ძალიან რთულია პოლიტიკური პატემრის დახსნა, ხო? ანუ და მიშა სააკაშვილის დაშლა. არის სააკაშვილი დღეს ტვირთი ნაციონალური მოძრაობისთვის კეზერაშვილი და მერაბიშვილი ქალბატონო ხატი. არა, სიმართლე გითხრათ, ეს ადამიანები არღებულობენ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას. ეხლა მიხეილ სააკაშვილი, ტვირთი კი არა, მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობისთვის არის კონკრეტულად, როგორ გითხრათ, ანუ ხმების ძირითადი ნაწილი არის სწორედ ის, რომ ის იდეა, რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს 2003-2012 წლებში, აი მედიის მატარებელი ხალხია ნაციონალურ მოძრაობაში. თუმცა ჩამოგერთვათ მეორე ადგილი ახალმა თაობამ ნაციონალური მოძრაობის პირველი ადგილი. შეიძლება ხა თქვენ ზავ განცხადებაზე ანა წითლიძეს ეთქვა, რომ მიშას სპეციალურად ახსენებს ხშირად და არგიშველის სტეგამბავი. რა რეკორდი გაქვთ ნახე? არა, იცით რა, არა, მე არ უყურებ ესეთ პოსტებს, იმიტომ რომ არა, მე არც მიჩხუბი არავისთან, იმიტომ რომ რაღაცა თქვა ესო ჩემზე თქოს ვიღაცა მე გავბრაზდება. არა, რაზე უნდა გავბრაზდე, პოლიტიკაში სიბრაზე არ არსებობს. ანუ მე არ ვთვლი, რომ კონკრეტულად კიდევ ვიმეორებ, ყველაფერმა აჩვენა და დაადასტურა ის, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ის პროცესები, რომელიც იყო არ იყო მართებული. ყოველ შემთხვევაში დიდი ერთიანობა გაცილებით უფრო კარგი იქნებოდა. არა, გამომეკიდეთ რა. მაგიტო კი არ გეკითხებით, ნახე რატო გეკითხებით, ჩვენ ხა საუბრობთ, რომ თავიდან რაღაც შეცდომები მოხდა, მაგრამ მე ესე აღვიქი, რომ ეს შეცდომები აღმოიფრა რაღაც ვარიანტში და ამიტომ დაბრუნდით კიდევაც. არა, ეს იყო წინა საარჩევნო ჩემი გადაწყვეტილება. და ეს ანაწილზე რა თქვა, რომ დაბრუნდით, მე თქვა, რომ აბა ეხა ჩამოეწავით, თუ გინდა წაგიკითხავთ მაინც, აი. და არ მაინტერესებს ანაწილზის მოსაზრება. ანუ მე არ განსაზღვრებ ჩვენ პოლიტიკურ თქვათ, ჩვენ პოლიტიკურ ტრაექტორიას ანაწილზის მოსაზრებით. ან რომელი მე ადამიანის მოსაზრებით გულწრფელად რომ აი ეს არის ხატი მიგაჩნიათ პრობლემა კეზერაშვილის მინისტრი რომელიც თქვენ დროს გამდიდრდა და ესე ვთქვათ ეხა აფინანსებს ნაციონალურ მოძრაობას არავინ არ აფინანსებს ნაციონალურ მოძრაობას აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები მათ შორის რაც თქვენ იცით რომ მანდატები რო გაუქმდა მანდატები რო გაუქმდა მანდატები არა ხართ სწორი მე არ ვარ მენეჯმენტში პარტიის
ეს სხვათა შორის აი მე გვინ თავიდან უნდა მეთქვა. მე არ ვარ მე არც ერთი თანამდებობა პარტიაში არ მაქვს. მე არც ერთი თანამდებობა პარტიაში არ მაქვს. მე არ მჭირდება კონკრეტულად რომელიმე თქვათ რაღაცა პოლიტიკურ სიაში რომელიმე ადგილი რომ თავი ვიგრძნო რაღაცნაირად პოლიტიკური წონის მატარებლად, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ რომ ნაციონალურ მოძრაობას მათ შორის რაც მანდატები გაუუქმდა და ყველა სხვა პარტიას ეს ფინანსური დაფინანსებები, ეს ფინანსური თქვათ ბიუჯეტი ჩაეხსნა და ისედაც ყველა პარტიას ისედაც ყველა პარტიას აქვს ფინანსური პრობლემები. ეხლა ვინმე რო აფინანსებდეს ამ წუთას ნაციონალურ მოძრაობას, მე ვერ გეტყვით რა ფინანსები შედის გულწრფელად, არ ვარ მენეჯმენტში. მაგრამ კობანაყოფია იყო სხვა შორის ბორდის საბჭოს თავმჯდომარე, როდესაც აი ჩვენ რაღაცა კოალიციაში კვლავ გადავწყვიტეთ რომ ეს რაღაცა ერთიანობა, ინტეგრაცია ყოფილიყო. რო გითხრათ რომ ეს ერთიანობა და ეს ინტეგრაცია ძალიან კარგად გამოვიდა, არ გამოვიდა გულწრფელად. ნუ ამაზე მე ალბათ ეხა არ არის. აი მიშას თემა მინდა რომ ამოვწუროთ როგორ იცი რომ არანაირი მართლა რაღაცებს მე მაინტერესებს აი მართლა რო აპირებდა ჩამოსვლას თუ როცა გეგმავდა. ჩემთვის ხო და არა მე არაფერი არ ვიცოდი გულწრფელად, მე გავიგე ქუთაისში. ალბათ შეცდომა იყო ჩამოსვლა. აი ხა მაგაზე მაინტერესებს აზრი რა. ალბათ იყო, კი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს ჰქონდა თავისი განსაზღვრული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დაბრუნება უნდა და სხვა შორის თქვა კიდევაც, რომ ანუ იმდენად ვერ გეტყვით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე ვთქვათ, მე ვისაც ვიცნობ ძალიან ბევრი ადამიანი მაშინ დარჩა თქვათ რაღაცა რომ ეს იყო პირველი ინფორმაცია მე ქუთაისში გავხდით. რა ამ კითხვას რა არსებობს ესეთი მოსაზრება თქვენს გაიგებთ ხა ჩემგან არ გაიგებთ რომ მიშას ვიღაცებმა აქედან არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს რომ ოღონდ შენ ჩამოდი და მთელი საქართველო გამოვა და შენთან ერთად დადგება ხა უტრირებ და ვიღაცებს დაუჯერაო. და ეს ვიღაცები ვინ იყვნენ ვარკვევთ თელიერი რამდენი 2-3 წელია და ვერ გავარკვევთ და იქნებ თქვენ და რატო არის გასარკვევი ეგ თავის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა იმიტომ რომ უფრო წინდახედული ადამიანის თავისუფლებას ტოვებდა მანამდე სააკაშვილი რომ იმ ქვეყანაში არ ეკითხა აზრი სადაც არ ყოფილა ძალიან დიდი ხანი და რა ხდებოდა არა უკაცრავად მაგრამ ეს იყო თავისი გადაწყვეტილება მე ამაში დარწმუნებული ვარ მე არ ვიცი ხა შეიძლება რაღაცა ვიღაცას ელაპარაკა ყოველთვის მე ეს ჩემთვის იყო ნაცვლად სურპრიზი იმიტომ რომ ქუთაისში ვიყავი მახსოვს და მაშინ გავიგე. და სიმართლე გითხრათ, იცი რა, მანამდე ბევრჯერ მისაუბრია სხვათა შორის მიშასთან ახლა უკრაინაშიც და სიმართლე გითხრათ, მისთვის იყო გარკვეულწილად ძალიან დიდი სევდა ის რომ საქართველოში არ იყო. იყო, ხო, ანუ დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერი კონსპირაციის თეორია, რომელსაც ადამიანები ავრცელებენ და უყვართ ადამიანებს კონსპირაციის თეორიების პროპაგანდა გეტყოდათ რომ აქ ჩამოვიდა უკრაინელი ვარ იძახისო. ნუ იცით რა, ახლა ყველაფერი შეიძლება პროპაგანდამ თქვა და თქვას და ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი ადგილიდან დაატრიალოს, მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ, ჩემთვის როგორც ადამიანისთვის დავანებოთ თავი პოლიტიკურ აფილიაციას, ჩემთვის ძალიან დიდი სევდა და ტრაგედია ჩემი ქვეყნისთვის, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ციხეში, ეს ცალსახად, რაც არ უნდა დამოკიდებულება ქონდეს სააკაშვილის მიმართ. რა, კი, მეც მქონია მასთან შეკითხვები, მაქვს კიდევაც შეკითხვები, მეც არ მომწონებია რაღაცეები, თუმცა ეხა ეს მიასე ხარისხოვანია. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პირდაპირ რუსულ დავალებას ასრულებს და პირდაპირ პუტინის ეს რაღაცა დასმულია, აი ამ შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც მართლა ევროატლანტიკური სივრცე აქვს ჭრილი ეს ძალიან პრობლემურია. თქვენ მოგწონთ ის თუ არ მოგწონთ, ეს არის. ეს სასახად გეთახმებით. თქვენ ახსენეთ ბოდიში, აი ორი სიტყვას. ანუ მე ვარ ადამიანი, რომელიც თქვენ ხელისუფლების წინააღმდეგ იდგა აქციაზე დღე და ღამე. სტუდენტობით დროს, მაგრამ მაგაში გეთახმებით, ახლა რას თქვენ ახსენეთ ხატია ბოდიშით, რომ აღარ აფინანსებს კეზერაშვილი. ხო რატომ ხომ არ იცით? არ ვიცი, ვერ გეტყვით. არა, ნუ დახმარების კონტექსტში ხა ბევრი ადამიანი ვთქვათ რაღაცა პარტიას შესაძლებელია ვთქვათ ეხმარება, ხო? მაგრამ მე დაბრალებენ რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშს მაგრამ თუ შეხედავთ, არა, იცით რა არ მგონია ადამიანი დევნილობაში რომ ვინმეს თამაშს თამაშობდეს. ესეც რაღაცნაირად მიმაჩნია რომ კონსპირაციული თეორიაა, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით ახლა ამ ფონზე, როდესაც ჩვენ უმძიმეს რუსიფიკაციას განვიცდით, სააკაშვილი, კეზერაშვილი, თუნდაც ნებისმიერი წინა ხელისუფლების ნებისმიერი, არ ვიცი, გვარამია, დეკანოიძე, ყველა ეს ადამიანები არის გაცილებით ნაკლები პრობლემა, ვიდრე არის ბიძინა ივანიშვილი. თორე, კიდევ ვიმეორებ, ეხა შეცდომები, ვისაუბროთ შეცდომები როგორ არისო განსაკუთრებით 2010 წლის შემდეგ. შეცდომები იყო, ალბათ სხვანაირად უნდა გაგვეთვალისწინებინა, ალბათ სხვანაირი უნდა ყოფილიყო სასამართლოს და კრიმინალური იუსტიციის მიმართ დამოკიდებულება იყო კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული პასუხისმგებლობები უნდა აეღოთ, ხო? ვთქვათ, ბევრი
მიმართულებით. იქ არის ოჯახები, მაგალითად გირგვლიანის ოჯახი, რომბაქიძეს ოჯახი, ანუ რომლებიც საერთოდ ოჯახებიანად გაწყდნენ და ალბათ ამ ადამიანების მიმართაც რაღაცა ის უნდა გქონდეს უფრო მეტი სინანული, ალბათ ჩემი აზრით. მე ნამდვილად მაქვს სინანული ყველა იმ ადამიანზე, რომელმაც ვერ მოახერხა საკუთარი უფლებების დაცვა. ანუ მოქალაქის მთავარი როგორ გითხრათ, კაპიტალი კი არა, შენაძენი, საგანძური რა არის ჩვენი როგორც მოქალაქეების, რომ მოქალაქეებს შეგვეძლოს დავიცვათ ჩვენი საკუთარი უფლებები და საკუთრების უფლება. ჩვენ არ გვაქვს ესეთი მექანიზმები ეხლა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, მე კატეგორიულად ყოველგვარი შეცდომების გარეშე, შეცდომებით, ვთქვათ, პასუხისმგებლობის და ასე შემდეგ, ჩემი არც ერთ ადამიანს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, სრული პასუხისმგებლობით არც ერთ ადამიანს მოგწონთ არ მოგწონთ სააკაშვილი, წინა ხელისუფლება დეკანოიძე, რა ვიცი, ნებისმიერი, ხო? არც ერთ ჩვენთაგანს არ უფიქრია იმაზე, რომ ეს საქართველო ეს ქვეყანა ამ ქვეყნის ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესები დაეზიანებინა, ან რუსებთან რაიმე სახის კეკლუცობა დაეწყო. და მე ამითი ვარ ამაყი. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სადაც რაღაც დადგმა მოხდა და საკუთარი მოსახლეობა აფეთქეს ნაციონალური მოძრაობის დროს, არის ხო ეს რუსეთთან თამაში? არა, ეს არასწორი ინფორმაცია გაქვთ. მე ხარ ზუსტად მე როგორც ვიცი, დაპატიმრებულიც კი ერთ-ერთი უშიშროების თანამშრომელი. არასწორი ინფორმაცია გაქვთ კონკრეტულად ეხა მე არ შემიძლია რაღაცა სრულად მე რაღაც არ ვიყავი ამ თქვათ ტექნიკურად ჩართული მაგრამ პატიმრობაში იმდენად ბევრი უსამართლოდ იმყოფება ადამიანები ეხა კიდევ ვიმეორებ რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს წინა პარტიის მიმართ და მეც მაქვს ძალიან ბევრი ხო მქონდა აი თქვენ ლაპარაკობთ ძალიან ბევრი პრობლემები ხო არის ხო კეკლუსობა ალბათ პუტინი არასდროს არ უწოდებია მიხეილ სააკაშვილს პუტინისტ მე მახსოვს რომ ლილი პუტინი ახსენა აღოდ მისამართი არ იყო არასდროს მას ეს არც ერთ ასეთი რამე თქვა ზოგიერთი ლილი პუტინი არც მიხეილ სააკაშვილის ფოტოშოპს კიდევ ვიმეორებ რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ არსებობს ის ვიდეოები არსებობს ძალიან კარგი გამოძიება ფოტოშოპის არის ციფრულ მედიაშიც სადაც არც ერთი ესეთი ჩანაწერი არ მოიძებნება ეს იყო პროპაგანდა თავიდან ბოლომდე პროპაგანდა იყო და ეს პროპაგანდა მათ შორის იყვებოდა რუსული პროპაგანდით, კი? ანუ პირიქით მიშა ამბობს სხვა შორის ბევრჯერ ერთად რეჟიმი ქალბატონო ხატია პირველი ომის შემდეგ რუსეთს ქართველებმა გაუხსენეთ, ხო? მე სხვა შორის არ ვიზიარებ არც მაშინ უვიზო რეჟიმის დაწესებას, თუმცა მაშინ ეს იმის მაჩვენებელია და მანამდეც ეხა ბევრი ინტერვიუ არსებობს მიხეილ სააკაშვილის, სადაც ამბობს იმას, რომ თქვათ ყველაფერს ეცადა იმისთვის, რომ დაელაგებინა და რაღაცნაირად გაეხსნა, ხო? ეს კვანძი რუსეთთან შეხვდა თქვათ პუტინს ხო რაღაცა 3 წე იყო აი გრიგოლ ვაშაძე ბოლოს როდესაც ახლა საუბრობდა წულუკიანთან ამ საქართველოს ღალატის კომისიაზე მაშინაც ახსენა ფოტოშოპის თუმცა ყველას დაავიწყდა ეს მაგარი გადარჩენილები ვართ ვაშაძე რო არ ხოსტის პრეზიდენტი მაგარი ჩემას ფოტოშოპის ყველას დაავიწყდა 2007 წლის მიუნხენის კონფერენციაზე პუტინის გამოსვლა სადაც მან პირდაპირ თქვა რომ ეს არის ჩამოყვა რისი თქვა მიღწევა უნდა და ისევე როგორც ჩვენ ყვიროდით მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მე არ შემიძლია არ გავიხსენოს რომ გაეროში იყო ძალიან კარგი გამოსვლა მიშასი რომელიც ამბობდა რომ შემდეგ იქნება უკრაინა და მართლა ესეა ანუ ამოყირავდა გადაფასდა კონიუნქტურა მაშინ სხვა იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორები მეტწილად გვეუბნებოდნენ მაშინ თქვა ომის შემდეგაც რომ აი ხა ესე არ არის მაინც რაღაცნაირად მოდით წყნარად მოდით მოვაგვაროთ 2014 წლის შემდეგ და როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა, მაშინ არ დაგვაუწყოს ხა მე უკრაინაში ვიყავი მაშინ და Nord Stream-ი პირველი და Nord Stream-ი ჩრდილოეთ ნაკადის პირველი და ჩრდილოეთ 2015 წელს ოფიციალურად უკვე და მანამდე ვიყავი ამერიკელების დიდ პროექტში, მაგრამ 2014-დან 15-დან უკვე ჩრდილოეთ ნაკადი პირველი და მეორე, ხო? ანუ ეს მერკელის ძალიან სერიოზული ხელშეწყობით. მაშინ უკრაინელები წარმოუდგენლად გულაცრუებულები იყვნენ. ამიტომ კონიუნქტურა თქვა რაღაცა სიტუაციურად სხვა იყო, მაგრამ ამის შემდეგ და მერე უკრაინის ასე ვთქვათ, უკრაინაში რუსული ფართო მასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ყველასთვის ნათელია საერთოდ რა ხდება და როგორ ხდება. გასაგები. მე მინდა რომ აი დღევანდელ ალბათ უკვე საჭირო დღევანდელობას და პროტესტს დაუბრუნდეთ, რა ხდება და ამ კუთხით მაქვს ძალიან ესეთი კონკრეტული კითხვები, უბრალოდ სურვილი მაქვს რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ თქვენგან რაზე.
რაღაცა საპროტესტო ფლანგზეც არის კოორდინაციის პრობლემები, ამას უნდა დაუბრუნდეთ. თქვენ როგორ ხედავთ, სად არის ეს ძირითადი პრობლემები და რატო გვაქვს? აი პირობითად ჩვენ რაც ვიცით, აი მე როგორც ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც როცა შემიძლია აქციებზე ვდგავარ, აი გეტყვით მე რა ვიცი და თუ რამე არასწორად ვიცი, შეგიძლიათ ესეც მითხრათ. მე ვიცი, რომ არის პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ნაწილი, რომელიცაც უნდა რომ რაღაცეებზე ერთიანად შეთანხმდნენ. შეიძლება განსხვავება იყოს ერთიანი სია გქონდეს თუ არ გქონდეს ასეთ დეტალებზე, მაგრამ ფიზიკურად კომუნიკაცია ვისთანაც ჭირს, ეს არის გახარია საქართველოსთვის. და მათ შორის ზოგჯერ სალომე ზურაბიშვილი იკარგება ან რა უნდა ვერ არკვევთ ან რაღაცა, მაგრამ თან სალომეზე რაღაც აუგის თქმა არავის არ უნდა, იმიტომ რომ მაინც ერთადერთი ადამიანი რომელსაც შეუძლია აიღოს ტელეფონი და მაკრონს დაურეკოსო. მოკლედ თუმცა ნაციონალური მოძრაობა მაინც ურტყავს. მე ხარ მინდა ისეთ რაღაცები გათქმევინოთ, რომ წინა გადაცემაში ვახსენე ხოცებისთვის წყვილზე დავასხათ წყალით ხო, მაგრამ რაღაცა ხალხმაც გვინდა რომ ვიცოდეთ რა პრობლემები გაქვთ შიგნით კოორდინაციის. შეიძლება მე ჩავამატო კითხვას შენს კითხვაში. აი წაგიკითხავთ მე თამარ ჩერგოლეიშვილს გუშინდელ განცხადებას და საინტერესო იქნება გავაერთიანებ პასუხს თორნიკესთან. მოკლედ 34 წლის წინ არც ერთი ქართველი არ ითხოვდა ბოდიშს იმის სანაცვლოდ, რომ მეორე დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მხარი დაეჭირა. არც ქართველს არ მიუყენებია ჭრილი მზე იმისთვის, რაც შედეგების გამოცხადებას მოყვა. მათაც ზულდათ ერთმანეთის, ზულდათ ჭირის დღესავით, მაგრამ რაღაც მათზე დიდი აერთიანებდათ. ნაციონალური მოძრაობა ვერ ხედავს მის ბელადზე დიდს ამ საქმეში და მე ვფიქრობ, რომ რეფერენდუმის სულისკვეთების ღალატისთვის ის სამაგალითოდ ჩაირეცხება და ვერც პატიმრების მშობლებით მანიპულირებას შეძლებს. მე გახარია ვსწრიდი აქამდე პრობლემად და ახაც შეგულეშვი დაგვემატა. ეგ გასაგებია მე არ მქონდა ნახე სხვა შორის. მოკლედ რა ვერ გაიყავი. არა, ძალიან ზედაპირული კითხვა. ცოტა ინსაიდები გვაქვს უკეთ ეს კითხვა ანონსი. ძალიან ზედაპირული კითხვაა ჩემი აზრით და ზედაპირული მიდგომა. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ საერთოდ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა კოორდინაცია, ერთიანობა, ინტეგრიტი, რასაც უწოდებენ ხოლმე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაშინ, როდესაც ებრძვი რეჟიმს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცნაირად თქვა განსხვავებები არ ქონდეს და კონკრეტული მოსაზრებები რომელიმე პარტიაზე არ ქონდეს. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეხლა ამ განცხადებაში ძირითადი აქცენტი არის კვლავ ნაციონალურ მოძრაობაზე და ისევე როგორც ძირითადი აქცენტი არის იმაზე, რომ ვინ არის თქვა ოპოზიციაში რაღაცა და აი ამ საერთო ბრძოლაზე წინ სააკაშვილს. მე საერთოდ არ ვთვლი, რომ ჩერგოლეიშვილის ეს განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არც წამიკითხავს გულწრფელად რომ გითხრათ, იმიტომ რომ ეხლა რა ვიცი, მე მახსოვს პარტია პოპულარულია დემონსტრანტებს შორის ხოთაშორის. მე არ ვიცი, სად გაიზომა ეს პოპულარობა. ნუ ძალიან ბევრი გაზიარებები აქვს და სოციალური არ ვიცი, ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში ეხა ევროპულ საქართველოს ჰქონდა პრობლემა, რომელიც დაიშალა, შემდეგ აღმოცენდა ახალი პარტია, ამიტომ როდესაც რაღაცნაირად შიგნით შენ თვითონ ინტეგრაციულობა, ინტეგრაციის ნაკლებობა გაქვს, ანუ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ესეთი კონფრონტაცია, ესეთი კონფრონტაცია. ცდილობს რომ გამოჩნდესო ჩერგო. არა, ჩერგო ჩემთვის არ არის არავითარი პოლიტიკური ფაქტორი. არც ვიცი, არ წამიკითხავს ეს განცხადება. უბრალოდ ვთვლი, რომ თავდასხმა ერთმანეთზე ეხლა არის კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტვის მიცემა. თქვათ რაიმე საკვების, ხო? ეხლა რას ვერ ვიყოფთ? არა, რას ვერ ვიყოფთ, ესე არ არის. მოდით შევხედოთ ორ საკითხს, ანუ რა არის ოპოზიციის კოორდინაცია და რას ითხოვს ხალხი. რას ითხოვს ხალხი პირველ რიგში? მე ვდგავარ სულ იმაზე, რა ქვია, აქციაზე ძალიან ხშირად, როდესაც ვარ საქართველოში. ან ავად არ ვარ თქვათ და ოჯახის პრობლემები არ მაქვს და ამიტომ შესაბამისად მე ძალიან კარგად უამრავი ადამიანი მელაპარაკება და ამბობს ერთ რამეს, რომ თქვენ თქვათ რაღაცა კოორდინაცია ერთმანეთში საერთო ენო გამოძებნეთ. რას ითხოვს ხალხი? ხალხი ითხოვს იმას, რომ ერთმანეთი არ ვაგინოთ და არ ვაფურთხოთ ძალიან მარტივად. ხალხი ითხოვს იმას, რომ რაღაცნაირად ერთიანი საინფორმაციო სტრატეგია იყოს, რაც არის რომ მაგალითად პროპაგანდას როგორ დაუპირისპირდეთ. ხალხი არ ითხოვს იმას, რომ მე და ვიღაც არ ვიცი რომ ჩავეხუტოთ ერთმანეთს და ან რაღაცა ჩავეხუტოთ ერთმანეთს რაღაცა მე ძალიან მომწონს. ანუ ხალხი ითხოვს ელემენტარულს. ანუ არა, მე არ ვიცი ხა ეს მე თქვენ კი არ გაბრალებთ. მაინტერესებს გავიგო რა. დამაბრალეთ რაც გინდათ, უბრალოდ ხალხი ითხოვს ელემენტარულს. ამ რატო ვერ ხერხდება? იმიტომ რომ მაგალითად გამოდის კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი და ამბობს რომ აი კიდე ნაციონალური მოძრაობა არის პრობლემა, გამოდის მე კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი ამბობს ის არის პრობლემა, ეს არის პრობლემა. ეხლა თქვენ რა გონიათ რომ ძალიან დიდი მამაცობა ნაციონალური მოძრაობის და მიშას გინება უკაცრავად. ეხლა მე არ გონია ეს. არა, უკაცრავად. არა, უკაცრავად. ეხლა ეს არის ანუ რა გონიათ ეხლა. ეს არის ჩემი აზრით ცოტა შაბლონურიც არის და 2012 წლამდე მიშა სააკაშვილი
ივანიშვილი რა მაგარი კაცი იყო 11-12 წლები ის ხალხი მიტკიცებს დღეს ბიძინა როგორი მაგარია. ანუ თქვენ რა გონიათ ნაციონალური მოძრაობის დიდი ნაწილი კოცებშია ეხლა რა შეიხედეთ პარლამენტში ხო? ანუ ეხლა ამას რა განსაკუთრებული სიმამაცე ჭირდება? სიმამაცე იმას ჭირდება რომ რაღაცათა საერთო ძაფები მოძებნო ხო? აი მაგალითად გახარიაზე მეც მაქვს ჩემი დამოკიდებულება ძალიან კონკრეტული თქვათ გახარიაზე ხო? ანუ მე არ ვთვლი რომ მაგალითად ყველაზე დიდი კონკრეტ საოცრად ჩემთვის მძიმე ეს იყო 2019 წლის გავრილოვი ხო? გავრილოვის ღამე, როდესაც მე იქ ვიყავი და ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა კი არა დაზიანდა ჯანმრთელობის კუთხით სერიოზულად. მე ვთვლი რომ ასევე გახარიამ ითამაშა ძალიან სერიოზული რაღაცა კონსოლიდაციის, ძალაუფლების კონსოლიდაციის როლი კოვიდის პერიოდში, ხო? ანუ ბიძინა ივანიშვილისთვის, ხო? ანუ ეხა მე ბევრ რამეს ვთვლი. თქვენ რა გონიათ რომ სალომე ზურაბიშვილის მოწინააღმდეგე მე არ ვიყავი? მის იმანაც ითამაშა კონსოლიდაციის როლი არაერთხელ. არა, მე რა თქმა უნდა ვიყავი, კაცო, კიდევ რომ მე ვიყავი ოპოზიციაში და ბევრი ადამიანი, ვისაც თქვენ თვლით რომ შეიძლება მე არ უყვარდე ან უყვარდე თუნდაც ჩემი პარტიიდან, ჩვენ ვიყავით ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში 2012 წლიდან. მე იგივე წარმატებით შეიძლება მოუბრუნდე ყოფილ კოცებს და უთხრა თქვენ აეხა ნახეთ, დავამუნათო. არა, ჩემთვის არის. თუმცა ხათი არ შეგახსენოთ სასამართლოში, ესე ვთქვათ, მოსამართლეების ხმებში ნაციონალური მოძრაობის წევრები დაეხმარნენ. იუსტიციის საბჭო. ხო, იუსტიციის საბჭოში. ფრაქციის წევრები, ნაციონალური მოძრაობის. მე მაშინ აღარ ვიყავი უკვე ფრაქციაში, მაგრამ ეს იყო ფრაქციის წევრები. ნუ ეხლა ის იმ ადამიანებს უნდა კითხოთ, მაგრამ ერთი რამ არის. დაეხმარეთ მაგალითად მაგ შეკითხვა. მე ესე ვიცი, შეიძლება ლევან იოსელიასთან დაკავშირებით ხო იყავით? არა, ეს იყო რაღაცა ჭორი, არა, მე არ მიმიცია ხმა, ეს მე არ მიმიცია ხმა. ხმა რო არ მიგიცეთ, ვიცით, არ მისულხართ, მაგრამ არა, არ მისულ, იქ ვიყავი. შეთანხმების პროცესში არაფერი შეთანხმება არ ყოფილა. არაფერი კონსულტაციები არ ყოფილა. მე საერთოდ თამარ კორძაიას უჭერდი მხარს, ეს არაერთხელ მithქვავს ასევე. მე გუწფელად მაინც მეგონა რომ თქვათ იოსელიანი გაცილებით უფრო თქვათ ადამიანების უფლებების კონტექსტში უფრო ხისტ პოზიციას დაიკავებდა. მაშინ თუმცა ფერი იცვალა მაშინ არა ესე მეგონა იმიტომ რომ ზოგიერთი სახალხო დამცველი იყო თქვათ ცოტა უფრო პროსამთავრობო პოზიციაზე მაგრამ მე უფრო გახისტდა ხო აი თქვათ ესე შეგვიძლია თქვათ მაგრამ მაინც სამწუხაროდ ეხლა გვაქვს როდესაც ტრიუკი ჩაგვიტარა ბიძინა ივანიშვილს არა ის იყო რუსული კანონის დღე როდესაც რუსული კანონი შემოიტანეს და არ ვიცი ნებისმიერი ადამიანი სულ რო თქვათ ჩემი შვილი ან ნათესავი წარადგინათ მე ხმას არავის არ მიცემდი იმიტომ რომ რუსული კანონი შემოიტანეს და იყო ძალიან კონკრეტული სხვა შორის მე ლევან იოსელიანს ვუთხარი რომ კარგი იქნებოდა თუ იგი კანდიდატურას მოიხსნიდა იმ დღეს ზოგადად ლევან იოსელიანი როცა აირჩიეს იმ დღეს თქვენ ლევან იოსელის არჩევის წინააღმდეგი იყავით იმ დღეს მე ვუთხარი რომ ეს კანდიდატურა უნდა მოეხსნა არა გასაგებია რომ ჯობდა შეიძლება არ შემდგარიყო შეთანხმებას მაგ თემაზე და შეთანხმება არ ყოფილა გარკვეულწილად მაგითო კითხეთ იმ დღეს ხარს უჭერდით თუ არა თქო პიროვნულად არა შეთანხმება არ ყოფილა იმ დღეს იყო რუსული კანონი და კიდევ ვიმეორებ არც ერთ კენჭისყრაში მე და ძალიან ბევრი ადამიანი არ მონაწილეობდა ამიტომ პროტესტში დაგაბრუნოთ ხო ჯობია რომ პროტესტა და მაგრამ არა ჭორი ჩემზე ბევრი არსებობს ჭორი არსებობს რომ რა ვიცი მე ვარ რაღაცა იყო ჭორი რომ მე ვარ ნარკომანი ლოქი პროპაგანდა მოღალატე აგენტი უკრაინის ამერიკის შეერთებული შტატების არა რატო არა ეგ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამიტომ დავუსვა ეგ სხვათა შორის გულწრფელად ერთი რამე უნდა ვთქვა ახლა ამ ადამიანებს. ყველაზე ცუდი სახალხო დამცველია საქართველოს ისტორიაში. ეგრე არ არის ხო გვეტყვის კი? არა, მე სხვა რამეს ვამბობ. ანუ იმ ადამიანების წინააღმდეგ ხო, ვინც მისცა ხმა ოპოზიციიდან, ხო? ანუ ეხა ის ადამიანებიც როგორ განმარტავენ, რომ ეს იყო თქვა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შესასრულებელი, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებდა სტატუსის მიღების კონტექსტს. მაგრამ ერთობა უნდა ყოფილიყო ალბათ ოპოზიციაში და არა, ეს იყო, ანუ თუ იქნებოდა ოპოზიციის მხარდაჭერა, ანუ რაც რო კითხოთ იმ ადამიანებს ახლა ის დაუჭირეს ხარი. ამი ხო, თუ იქნებოდა თქვათ რაღაცნაირად მხარდაჭერა, მაშინ ჩაითვლებოდა თქვათ მისაღებად, მაგრამ არა, სტატუსის მიღების კონტექსტში. მაგრამ მოდით ესე ვთქვათ ახლა, მე მაინც გულწრფელად ვფიქრობდი, რომ რაღაცა თქვათ შემოbrunება შესაძლებელი ჩათვლიდა რომ შეიძლება გაცილებით უფრო ადამიანის უფლებების და ხისტი თქვათ პოზიცია დაეკავებინა, მაგრამ ნუ ესე არ არის. და სამწუხაროდ ჩვენ არც ერთი ინსტიტუტი აღარ გვაქვს. დაუბრუნდეთ რაღაცა კითხვას ვცემთ პასუხს. მე მაქვს ხატია მინდა რომ დაგაბრუნოთ პროტესტის სასამართლოზე ქონდა რაღაცა. არა, პროტესტის ნაწილში მინდა დაგაბრუნოთ და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მინდა დაგისვათ.
ჰეროდე ივანიშვილს ტყვე დაყავს აყვანილი ახალგაზრდა გოგობიჭები, ჩვენი თანამებრძოლები. ძალიან გიყვარს ეგ შეფასება და ძალიან ზუსტია ჩაგერთები ასე. ჰეროდე ივანიშვილი. ჩემი მოგონილი არ არის, თუმცა სრულად ვეთანხმები და არ დამთავრებია თორნიკეს კითხვა სხვათა შორის, ახლა გამახსენდა კოორდინაციაზე. აი დავასრულებ ეხავე და გავაგრძელოთ. აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, აი თქვენ მუდმივად იძახით, რომ ოპოზიცია ერთად ძალიან კარგ შედეგებს იღებს საგარეო კუთხით. თქვენ ფიქრობთ, რომ საგარეო ზეწოლა ჩვენი პატიმრების მიმართ არის საკმარისი? ხო, ერთ რამეს ვიტყვი კიდე, ორი რაღაც გამოვჩა რაც თორნიკეს, გიპასუხებთ, გვაქვს ხო კიდე დრო? ორი რამე გამოვჩა რაც საუცებად უნდა ვთქვა. კოორდინაციაზე ხო, რა სიტყობს ხალხი, ამას ითხოვს, თორე არავინ არ ითხოვს ახლა რომ ვიღაცას ჩაეხუტოს, ხო? და ხალხი ითხოვს ძალის გამოსხივებას, თორე პოლიტიკური პროცესი მკვდარია საქართველოში. რა არის პოლიტიკური პროცესი? არის თქვა არჩევნები, არის პარლამენტში მოღვაწეობა, არის თქვა მოლაპარაკება და ასე შემდეგ. ეს ხო არც ერთი არ არის და ძალიან კარგია რომ ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გახარია თავის მანდატებსაც. ოპოზიცია სოზარს ახლა ეს ხო, არა, ეს არ გვინდა ხო რომ მე ძალიან მომწონს რომ ერთპარტიული პარლამენტია და კი რა ეს არის არაღიარების მთავარი მომენტი და სუსტები არიან ამ კონტექსტში რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვთ. მაგრამ მეორესაც აუცილებლად გიპასუხებთ ახლა ნაციონალურ მოძრაობაზე მკითხეთ და დაუშვათ იქ რაღაც ხაბაიშვილზე. ხო, ჩემი წინააღმდეგობა მქონდა, მაგრამ ნაცემი ადამიანის გადაყენება არ შეიძლებოდა თანამდებობიდან. ესეც არის ჩემი მოსაზრება. თქვათ ლევანი როგორც გადააყენეს თანამდებობიდან, მე ვფიქრობ რომ არ შეიძლებოდა. ეს მიუხედავად იმისა, რომ მიუხედავად იმისა, არა, რა შუაშია ხა ესე ვფიქრობ, არ ვიცი. თორე მე ჩემი პოზიცია, არა, რაც უნდათ ის გამოიყენო, მე ჩემი pozícia მქონდა, არ დამიმალავს არც ერთ ეტაპზე. ბერთული რომ ესეც მეწილად რომ გითხრათ ახლა ძალიან სერიოზულად რაღაცა ინტეგრირებულობა მოხდა ვთქვათ ჩემი ვთქვათ ბორდში დაბრუნების შედეგად ესეც ალბათ მეწილად უკეთესი შეიძლებოდა და მცდელობა უკეთესი უნდა ყოფილიყო ვთქვათ ბევრი ადამიანის მხრიდან და ჩემი მხრიდან მაგრამ მეწილად ასევე ვთვლი რომ რაღაცა ადამიანი რომელიც ცემეს რომელიც ასეთი მძიმე მდგომარეობაში იყო ალბათ რაღაცნაირად იყო იმის ღირსი რომ თქვა თავმჯდომარედ დარჩენილიყო. ხო, თუმცა იქ სხვადასხვა მოსაზრებები იყო და ასე შემდეგ. აი ჩვენ გვახსოვს ბევრი მომენტი, როცა ძალიან დიდი იყო საერთაშორისო ზეწოლა. ხო, ეხლა რა შეიძლება საერთაშორისო ზეწოლა. ამ დროს არის მხოლოდ ელისაშვილი რა. სხვა ესე ვთქვათ, ზეწოლის მხრივ საგარეო ზეწოლა ყოფილიყო და ერთი ტყვე გაგვეთავისუფლებინა არ არის და სად არის აქ თქვენი შედეგები? ხო, ეხლა რაც შეეხება საერთაშორისო ამბავს, დავიწყოთ იქიდან რაც თქვით, ხო, რომ მაგალითად არალეგიტიმურობა ეს არის თავიდან ბოლომდე საერთაშორისო კონტექსტი. ყველა აბსოლუტურად ყველა სანქცია, რომელიც იდება, ეს არის მე მაგაში მოყვებით ხალბატონო ხატია, ჩემთვის მნიშვნელოვანია პატიმრების გათავისუფლების. ეს არის ოპოზიციის ძალიან სერიოზული უფრო სალომის შედეგია ვიდრე დანარჩენი ოპოზიციის. ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამას ჩართული და თქვენ ახლა არ ვიცი, მე შეიძლება ადევნოს თუ არა თვალყურს, მაგრამ კოცების წინააღმდეგ სანქციებზე ერთი წელი არ არის, რაც კონკრეტულად რამდენიმე ადამიანი მუშაობს. ბევრი, მე პირადად მუშაობ, რავი, ძალიან დიდი ხანია და ეს არის თუ არ ვცდები 2020 წლიდან, ხო? ამიტომ ეს არის სხვა შორის ოპოზიციას კოორდინაცია საგარეო ფრონტზე უფრო გამოსდის, ვიდრე თქვა საშინელი. იმიტომ რომ იმას გასანახად არ უნდათ რომ ვიღაცას ესე იგი მაინც არის რაღაცა რაც შეიძლება იქონდეთ ესე ვთქვა გამაერთიანება. ეხლა გაგაწყვეტი აი ეს არის ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას ჩემი აზრით ყველაზე ნაკლებად დაეწუნება რამე, ანუ სხვები არიან ვიღაცები, ვინც ერთიანობა საერთაშორისო ასპარეზზე არ უნდათ გამოჩნდერო ხელსუშლიან და ამიტომ გამოდის იქ უფრო რაღაცები, ესე მგონია მე. კი ბატონო. თქვენ არ გთulit თქო. არა, მე პერსონალურად ნებისმიერი პოლიტიკოს პერსონალურად აქვს ყველას აქვს უფლება, სხვა შორის ერთი რამე უნდა ვთქვა, აი რაღაცა რატო აკრიტიკებთ იმასე. ოპოზიციასაც რო აკრიტიკებთ და კონკრეტულად შეკითხვები გვაქვს ოპოზიციის მიმართ, ესეც პოლიტიკური პროცესია და ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ საჯარო პირები, ნებისმიერი კითხვის დასმის უფლება ჩვენს მიმართ გაქვთ. არ ვიცი, ნებისმიერი, თუნდაც რა ვიცი, პირადი, არ ვიცი. ხო, რაც შეეხება, არა, უბრალოდ, რა ვიცი, ერთ ოპოზიციონს კი უსწრებთ, დიდარი ხარ თუ არა და მე არა ვარ დიდარი. შემიძლია ესეც შეგიძლიათ გამოიკულიოთ. დაუბრუნდეთ პატიმრებს. აი, რა უნდა გავაკეთოთ? არა, ტიბისეში. ხომ არ დააკელით რამე საგარეო კუთხით, რომ ზეწოლა გაძლიერებულიყო ოცნების მიმართ და რა უნდა გავაკეთოთ თუ დააკეთოთ? მოდი, ხო, ანუ ნენა მომავალზე რო გადავიდეთ, აი ხა რა
დავამატებ მეც ამ კითხვას, ანუ აწი რა უნდა გავაკეთოთ, ხო? ეს არის შეკითხვა და მაგალითად რა დავაკელით და რა უნდა გაკეთდეს? ჩემი მეგობრები რამდენიმე მისით მეგობარი მყავს Facebook-ზე ძალიან აქტიურები, კი არა არაერთი, რომელიც ამბობს, რომ ასე არ გამოვა. პროტესტი უნდა იყოს უფრო რადიკალური. უნდა შევაშინოთ ქოცები, თორე დანარჩენ შემთხვევაში ვიქნებით ამერიკის პატიმრებისგან მე თავისუფლების და კალამი და ფურცელი მჭირდება, იმიტომ რომ უცებ მაყრეთ შეკითხვა. მოკლედ, პირველი, ხო, არა, იყოს პირველი, რაც არის, პირველი რაც კითხეთ, ხო? ანუ ეს არის დავაკელით თუ არა? არა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ზეწოლა იყოს სერიოზული. მე გეტყვით ახლა, რომ თქვა ამერიკის სანქციებზე კვლავ მუშაობთ, მეგობარი აქტი გასაგებია და ბევრს აღარ ვისაუბრებ, მნიშვნელოვანესია. მეორე ეს არის ევროკავშირის სანქციები. თქვენ იცით, რომ უნგრეთის და სლოვაკეთის პოზიციის გამო ვერ ხერხდება საერთოდ თქვა ევროკავშირის ორგანიზაციის თქვა კავშირის სანქციები, მაგრამ ჩვენ მუშაობთ ეროვნულ სანქციებზე და ხა არ დაგვეუწყეს, რომ გერმანია, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი სკეპტიკური იყო ყოველთვის, ხო, რაღაც თქვა ოპოზიციის ან თუნდაც რაღაცა არჩევნების გაყალბების კონტექსტში და ასე შემდეგ, მაგრამ გერმანიამ კონკრეტულ ადამიანებს დაადო სანქციები. მუშაობთ ეროვნულ სანქციებზე და ჩემი იდეა რა იყო და მე ვფიქრობ, რომ მივდივართ ამ იდეისკენ. დიპლომატიურ სანქციებზე ხო იცით, რომ დადებული აქვს ევროკავშირის მიერ თქვა სანქციები. ჩემი იდეა არის, რომ ყველა შენგენის ზონის აი ამ ქვეყნებში, სადაც დადიან თქვა კოცები, ხო? აქ არადიპლომატიური პასპორტები, არამედ აიტვირთოს კონკრეტულად პირადი მონაცემები, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვა პირადი ნომრით იყოს ეროვნულ პასპორტებზე შეზღუდვა. ჩვენ ას მივახციეთ ბალტიისპირეთში, მივახციეთ გერმანიაში და რა თქმა უნდა მუშაობთ. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ახლა ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია. ხო გქონდეთ ჩემ შულზე პატარები არიან. შეიძლება ხოლმე რომ ნაციონალური მოძრაობა მარტო თავის პარტიებს ესე ვთქვათ პარტიულ პატიმრებს უდგას გვერდითო და ამასაც რომ უპასუხოთ მასთან. არა, არ ვფიქრობ ახლა. იყო ესეთი ბრალდება. არ ვფიქრობ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის არის ძალიან დიდი ტკივილი. ანუ ყველა ის ადამიანი, ვინც არის დღეს ციხეში, არ ვიცი, კონკრეტულად ჩვენთვის მართლა ტკივილია. ხა მარია რესას გამოხმაურება მზიაზე, ეს იყო ჩვენთვის უდიდესი ბედნიერება, რომ ამალკულნი ჩაერთო თქვენ იცით მის სასამართლო პროცესში, წიგნი, რომელიც მისით გახდა სიმბოლო და ამით მარიამ რაღაცნაირად მზია ამაღლობელის, თქვათ, კონკრეტულად პროცესებზე აიღო და ქვეყანას მოსდო მისი სახელი, ხო? ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონია, რომ მეტწილად, არ ვიცი, ინდივიდუალური ძალისხმევა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ზრუნვის რაღაცა კოორდინაცია, თუმცა ადამიანები იმდენად შემჭიდროებულად და იმდენად კარგად აკეთებენ ერთმანეთის სოლიდარობას, იმიტომ რომ აი ბოლოს რაც არ უნდა იყოს, იგივე რესას სიტყვებს დავეთანხმები, ხო? ანუ ჩვენ აი მე მაგალითად პოლიცია რომ მაჩერებს არ მაქვს პოლიციის იმედი, არც არავის იმედი. მე მაქვს თქვათ რა ვიცი, ერთმანეთის სხვა ადამიანების იმედი, თქვენი იმედი უფრო შეიძლება. ისე თქვენ რო გაჩერება ხოლმე როგორი დამოკიდებულება. არ ვიცი, ძალიან კარგად ფუნქციონს ჯარიმა ეხლა მაგალითად რამოდენიმე არა, ჯარი ათმა პოლიციელმა მცემა ქალბატონო ხატია, ტელეფონი წამართვეს, პირადობა წამართვეს, რა იმედი უნდა მქონდეს და აქეთ მე დამაჯარება. და მაგას ამბობ, ჩვენ არ გვაქვს სასამართლოს იმედი, არ გვაქვს პოლიციის იმედი, გვაქვს ერთმანეთის იმედი. რესა ამბობს, რომ ოქროს ძაფებით უნდა მოვსოვოთ ერთმანეთში თანამშრომლობა. ამიტომ რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო მე ნებისმიერ ადამიანზე, თუმცა სალომესთანაც ვთქვათ, ჩემი რაღაც კონკრეტულად რა თქმა უნდა მაქვს მოსაზრება ვთქვათ შეწყალებაზე, ისევე ვთქვათ რა გახარიას პარტიაზე, ყველაზე როგორ გითხრათ ახლა ჩვენ შიდა პარტიული ვთქვათ საკითხებში რაღაცა ხშირად არ ვეთანხმებით ხოლმე ერთმანეთს, ხო? მაგრამ ეხლა არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კოორდინირებულები არა. მიზან მიმართულად ყველაფრის გამკეთებლები იმისთვის რომ რეჟიმი დავამხოთ და მე ამ სიტყვის არ მეშინია. ეს რეჟიმი უნდა დაემხოს. ეს რეჟიმი უნდა დაემხოს. ხო, ცეცხლი ოლიგარქია. და მათ გადის პატიმრების ხსნის გზაც, ანუ მაგას იძახით ქალბატონო ხატია. პატიმრების ხსნის გზა გადის ზეწოლაზე ძალიან სერიოზულად, როგორც ბიძინა ევანიშვილად ზეწოლა არის აუცილებელი და ასევე რეჟიმის დასუსტებაზე. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერია. ხა შეიძლება შემომოკამათოთ, რომ როგორ ხა ეს რაღაცა ცრუი მოლოდინები თუ გაყალბება. არა, თუ ფარისევლობა. ყოველ შემთხვევაში ასეთი სუსტი არ ყოფილა აქამდე. არა, ნახეთ, არა ლეგიტიმური, არა საკონსტიტუციო უმრავლესობა ის მოსამართის თითქმის დასანქცირებული. მოსამართის ეხა სანიკიძე ვერ წავიდა ბალტიისპირეთში, იცის თქვენ, კენჭისყრა იყო, ხო? რაღაცა ფეხბურთის არა, კალაბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არ არის და ვერ წავიდა,
დასანქცირებულია. საკონსტიტუციო მოსამართლეს ვერ ნიშნავენ, კონსტიტუციური უმრავლესობა არ აქვს და აგდებენ მოსამართლეს, ხო? თუმცა ჩვენ ვართ მეტწილად ზუსტად რეჟიმის გამო შეიძლება უფრო სუსტად, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთიანობაც კი, რაც გვაქვს, ესეც აწუხებს. მე რაღაც მაწუხებს ძალიან ამ პროცესში და თქვენი აზრით მაინტერესებს, არ ვიცი რამას როგორ შეიძლება ეშველოს, ან საერთოდ თქვენს გაწუხებს თუ არა რომ უნდა ეშველოს. ჩვენ ვიცით რამდენიმე პოლიტპატიმრის სახელი. სამწუხაროდ ხშირად რამდენიმე პოსტით შემოხვედრია Facebook-ზე რომ ამბობენ რომ ამბობთ ესე რომ ზია ამაღლობელი და სხვა პოლიტპატიმრები. ყველა თქვით. ანუ ხო, ყველას გასაგებია რომ ვერ იტყვი 51 კონკრეტულად რესას კონტექსტში. მესმის, მეც შეიძლება ეგ გამოვიყენო და მათ შორის რამდენიმე ცნობილი მსახიობი და ასე შემდეგ. მეც ახლა ავატარად ქალბატონი ამაღლობელის სურათი მიკიდია, მაგრამ მე გარნიშნავს რომ ეს ჩვენი პრობლემა, ეს მე რამე კრიტიკულად კი არ ვამბობ, უბრალოდ რაღაცნაირად როგორ შეიძლება უშველოთ ამბობს რომ ყველა არ დაგვრჩეს რაღაცნაირად უყურადღებოთ, იმიტომ რომ რაღაც ეს განცდა მაქვს თუ არ ვიცი, მაწუხებს რომ ყველას სახელი არ ჟღერდება. როგორც მინიმუმ აი ერთი 50-დან შეიძლება ისეთი იყოს, რომელიც რო გავიგოთ ახლა ჩვენი სახელი ვერ გავიხსენოთ რომ ის პოლიტპატიმრი. კი, მარშებზე ჩაგვირია, დაგვიძახია ერთად, მაგრამ ბევრი ყოფილა რომელიც თითქოს არც გაგახსენდა. ამას რა უშველოთ არ ვიცი და ჩემი აზრით უფრო კარგად უნდა გვახსოვდეს, თქო არ მაქვს მე ამის პასუხი და იმიტომ დავსვი ეს შეკითხვა. არა, მე ფიქრობ გვახსოვს. არ არის აუცილებელი თქვათ ახლა რომ თქვენ კონკრეტულად იმეოროთ. არა, ჩვენ ვიცით 54 ადამიანია. წარმოუდგენელი სისასტიკით ნაცემი ჩაყრილი, თქვათ, ანუ აი ხა საბას ხვიტარიძე რასაც ყვება, ელენე ხოშტარიას რაც გაუკეთეს მაგალითად, ხო? ანუ თქვენ წარმოიდგინეთ პოლიტიკოს ამას უკეთებენ, ანუ პოლიტიკოს რომელსაც საჯარო ტრიბუნა აქვს და ჩვეულებრივად სხვა შორის ბევრ ქალს ესე მოექცენ. ანუ ვინც ფიქრობს, ქალი გაშიშვლებული ჩაკეტილ სივრცეში კამერებთან მეტალოდეტექტორს რო ესე რა ვიცი ზემოდან რო უტარებენ და რო უსვავენ და თან პლუს ურტყავენ ყბაში რაც ელენემ თქვა ყბაში ურტყავენ ხო ანუ და რაღაცა კბილები დაუზიანეს ანუ და წნევა ხა ყველა მიცის რომ ელენეს ხშირად წნევა უწევს ხოლმე და წამალი არ მისცეს რომ კრიზი არ დაემართა კინაღამ ანუ ეს არის წამება საერთაშორისო საზოგადოებამაც გაიგო მაგრამ ალბათ უკვე აღარ უკრით ამ მათგან თუ აი მათ რა რეაქცია ქონათ მართლა მაინტერესებს ამათ რო ხა რეაქცია რა აქვს კონცეფტს გავიგე და აღარ ყველამ გააკეთა განცხადება ჯო ვილსონმაც კი ყველამ ძალიან ბევრმა და სხვათა შორის ერთი რამე უნდა ვთქვათ რომ აი კიდევ იმერ არა ყალბი ფარისევლობით არამედ სუსტები არიან და ჩვენ მაქსიმალური ძალა უნდა მოვიკრიფოთ და უფრო უნდა იყოს ეს ძალიან ძარღვიანი ანტირუსული პროტესტი. ანწუხელიძე უკტავია ტყუილა კი არ წამოვიდა ეს ხალხისგან ეს ხმა, ხო? იმიტომ რომ ხალხი ხვდება რომ ეს არის რუსიფიკაციის ძალიან სერიოზული ბოლო ფაზა. სხვა შორის ახლა ბოდიში რომში ვიყავი სენატში მოხსენება ქონდა საქართველოსზე და იქ ბელორუსებიც იყვნენ და ბელორუსებმა მითხეს რომ ჩვენთან ეს იყო 30 წელი და თქვენთან აი ესე დაღმავალია ყველაფერი რომ შეიძლება ხვალ უფრო ცუდად იყოს ყველაფერი ვიდრე დღეს და ეს დღევანდელი დღე მოგვინდეს ხვალ. ამიტომ მე ვფიქრობ რომ კაცო, ერთმანეთის კრიტიკას და ლანძღვას არაფერი წინ არ უდგას საერთოდ, ანუ რა ვიცი, ნებისმიერი ადამიანი, მე ხა კიდევ იმე რომ პოლიტიკოსისთვის არ არსებობს რაღაცნაირად ვთქვათ ემოციები, ხო? ჩვენ უნდა ძალიან პრაგმატულად ქვეყნის საზიკეთოთ ვიმოქმედოთ, მაგრამ მე უფრო მომხრე ვარ იმის, რომ ინტეგრაციული პროცესები ძალიან გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის იყო. რა არის ეს ინტეგრაციული პროცესები? ეს არის რაღაცნაირად ვთქვათ ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკა, ერთიანი გიორგი ვაშაძე მაგალითად. შტაბიც იცი რა, ანუ შტაბიც რა არის, ხო, ვთქვათ, რაღაცა სივრცე, სადაც იკრიბებიან ეს ადამიანები და რაღაცა ყოველდღე ერთმანეთს გაესაუბრებით და მინიმუმ მე ერთმანეთს აღარ დაარტყავთ და მექნება ერთიანი პასი. ახლა შეიძლება მეთქოთ რომ ზემოთ ამარტივებო, მაგრამ აი პირობითად არ დაგარეკინებთ ახლა, მაგრამ აი ხა რო აიღოთ და ვინმე შეულიეს რომ აიღოთ აი გახარიას დაურეკოს რაღაცას თუ ეს არ პასუხობს. მე გახარიას გადავეკიდე, მაგრამ მე ესე აღვიქვ ამ წუთას რომ ერთიანობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის, ხო პირობითად. ეცა გახარიას პარტიამ ეხა მიუხედავთ იმის რომ კიდევ იმეორებ მე ცოტა უფრო ინტეგრაციული პროცესების მომხრე ვარ და რა ვიცი ჩემგან არ გაგიგიათ ალბათ ესე ფართო ესეთი ძალიან სერიოზული ლანძღვა სხვა პარტიების მიუხედავად რომ მე ჩემი პოზიცია მაქვს ძალიან მყარი თან მე ვიმეორებ ერთ რამეს რომ ყველა უნდა ვეცადოთ რომ რაც შეიძლება ნებისმიერი ძალისხმევით ბიძინა ივანიშვილს შეუქმნათ პრობლემა. რაც ჩვენ გვიქმნის პრობლემას ეს არის პრობლემა.
ანუ მას უნდა შეუქმნას მთავარი პრობლემა. ამიტომ ეხა კიდევ კოორდინაცია, ხო, ეხა ნაციონალური მოძრაობის, რა ვიცი, 12 წელი პროპაგანდაში გავიარეთ, რა ვიცი, მიშა ბავშვებს ჭამდა დეკანოიძე ლოთი იყო, აი ეს არა ქვე დეკანოიძეს ვილა უყიდეს ის რაღაცა, თქვა სანდრა რაღაც ორგანოებს ყიდი და უკაცრავად ნაციონალური მოძრაობის 14000-მდე თქვა აქტივისტი იყო დაკითხული 2013 წლიდან და ამდენი თანამდებობის პირი დაჭერილი და გიგის მიმართ, უგულავოს მიმართ ეხლა სისხლის სამართლის საქმე. ყველა დაჭერილია, დასაჭერი დარჩნენ ისინი, ვინც ქართულ ოცნებაში არიან, მეგონი ნაცები და მხოლოდ. ქალბატონ ხატია რა მინდა გკითხოთ. ჩვენ ვნახეთ საქართველოში 300,000 კაციანი პროტესტები, აი რა ვიცი, ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი შესაძლებელი იყო, რომ იმ დღეს დამთავრებულიყო. ამის მერე ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მეოთხე თვეა ვიკრიბებით და არ წყდება პროტესტი. როგორ ფიქრობთ, ჩვენ ლიდერის ან ლიდერების გარეშე შეგვიძლია თუ არა დავამარცხოთ ივანიშვილი? პოლიტიკურ ლიდერებს. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ვერ წარუძღვა ოპოზიცია ამ აქციებს წინ ამ დღეებში. ამას თავის მიზეზები ჰქონდა. მათ შორის ის, რომ ზოგიერთს ალერგია ჰქონდა იქ პოლიტიკოსების დომაზე. ალერგია არა, მე ვფიქრობ, მოგეთ ერთი რამე მინდა გითხრათ. კიდევ ვიმეორებ, ყველას აქვს უფლება ოპოზიცია აკრიტიკოს. რა თქმა უნდა, რა ვიცი, ხა ჩარგოლიაშვილს უფლება აქვს, მე მაგ გამაკრიტიკოს, მე მაქვს უფლება. ნებისმიერი ჩემი პარტიის წევრებსაც კი, რა ვიცი, არ დაუკვლიათ, ხო? მაგრამ მე რას ვფიქრობ, იცით, აი 2011 წელს ნავალნი იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. მოსკოვის მერად გახსოვთ და მილიონიანი მარშები იმართებოდა. ამის შემდეგ რამოდენიმე წლის შემდეგ საერთოდ ნავალნი მოკლა პუტინმა ციხეში, მაგრამ ოპოზიცია კი არა, საერთოდ ადამიანი რო გამოდის ქუჩაში გახარია სანატრელი გაუხდება ხაზარაძე და მას რა ქვია აღარ ვიტყვი კიდე ნიკარგვარამიას არა, მოდი ეხა ესე ვთქვათ, მოდით ეხა ესე ვთქვათ, ხო? ოპოზიციის მიმართ თავისებურად მარგინალიზაცია, ნაციონალურ მოძრაობაზე უკვე აღარ ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ რო ვამბობდით თავიდან, მოახდინეს ნაციონალური მოძრაობის დეჰუმანიზაცია, სააკაშვილის დეჰუმანიზაცია, ჩემი დეჰუმანიზაცია, ყველა ადამიანის მოახდინეს ოპოზიციის დეჰუმანიზაცია, არ არსებობს ოპოზიციის ლიდერი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე არ ყოფილა, რომელიც ფიზიკურად არ უძალადია. და გავიხსენოთ მაგალითად, სააკაშვილი ციხეშია, ნაციონალური მოძრაობის, თქვათ, მინისტრებმა ბევრმა გამოიარა ძალიან სერიოზული 9 წლიანი, თქვათ, ზოგი ეხლა ციხეშია. მოდით ეხლა თქვათ, ხაზარაძე, ისა რა ქვია, ჯაფარიძის წინააღმდეგ თქვენ იცით, რომ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული, ხაბეიშვილი ისეთ ცემეს, რომ კაცი გადარჩებოდა თუ არა, არ ვიცით, ზურა ჯაფარიძეს ორჯერ დაესხნენ თავს, გვარამია 1 წელი იჯდა, მელია იჯდა, არ ვიცი, აი ყველა ადამიანის წინააღმდეგ, ჩვენ წინააღმდეგ, არ ვიცი, აი ყველას მიმართ არის რეპრესიული. არ ვიცი, ჩვენი ოჯახის წევრების მიმართ, რა ვიცი, მე ხა 17 წლის იყო ჩემი შვილი რო დაიჭირეს მაგალითად, ხო? ანუ და ძალიან ბევრი ადამიანის აქვს, ბევრი გამოყარეს სამსახურებიდან, ყველა ადამიანის ოპოზიციის წინა ელენეს რა უქნეს, ხო? ანუ ეს პროპაგანდა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს, კატასტროფული, ეს ხო გვიჯდება ჩვენ ძალიან სერიოზულ ფასად. რომელი გვარამიას რო დაეტაკნენ და უგონო მდგომარეობის თანხები უფრო გამჭირვალე უნდა იყოს და ესე ვთქვათ, ხოშტარია უფრო ცალსახა პასუხები უნდა გასცეს. არა, მე არ ხოშტარია მაგის გამო გაეშიშვლებინათ იქ. მე არ მჯერა. მაგას არ გულისხმობ. ნებისმიერი ქოცურ პროპაგანდას მე არც ერთი ქოცური პროპაგანდის არ მჯერა და ეს არის მხოლოდ ადამიანების გასაშიშვლებლად ბოლომდე რომ აი შენ ამ ადამიანის მიმართ გაგიჩნდეს დეჰუმანიზაციის. მასე ეხა ჩემზე ამბობდე რომ რაღაცა უკრაინის აგენტი ვარ და ვთქვათ ხაინდრავა გამოვიდა რამოდენიმე დღის წინ და პოსტივიზე ლაპარაკობდა რომ დეკანოიძეო რაღაცა ჰუმანიტარულ სტულს გეგმავდა ცხინვალზეო. აი რაღაც სიგიჟეს ლაპარაკობენ, ხო? ანუ მე ქოცურ პროპაგანდას არ ვიზიარებ, არ უნდა გავცეთ ამას პასუხი, მაგრამ ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ოპოზიციური ლიდერი შეიძლება ჩვენ სანატრელი გაგვიხდეს ძალიან მალე. ძალიან მალე. იმიტომ რომ ეხა მე მესმის რომ იქ ვიღაცას ვაშაძე არ მოწონს, დეკანოიძე არ მოწონს, რა ვიცი, წითლიძე არ მოწონს, ხაბეიშვილი არ მოწონს, მაგრამ ეს ადამიანები შეიძლება საერთოდ ან დაგვიჭირონ, ან ბოლოს როგორც კლავდენ, თქვათ რუსეთში. ამიტომ ყველა ერთად უნდა ვიყოთ. სივრცე ყველასთვის არის. ცნობილი ფრაზა როა ხუმრობაში არ გადამაქვს, მაგრამ მოგენატრებათ მამათიო, დედავატირი ამათიო. მეგობრებო, ერთი რამ მინდა ვთქვა.
თქვა, მე მესმის რომ ვიღაცა არ მოსწონს, მაგრამ ამ პროტესტში ყველა სივრცეა, ყველა სივრცეა, ნახეთ, აი თორნიკე, ყველა სივრცეა, ჩემიც, თქვენიც და კიდევ ვიმეორებ, რომ ეს სივრცე რაღაცნაირად გაცილებით უფრო მეტმა ადამიანმა უნდა შეავსოს და ეს არის მთელი ჩვენი იდეა. ხატია ოცნებასთან ერთად დღეს ახალგაზრდებსაც, ესე ვთქვათ, ოპოზიციის მიმართაც არ გააჩნია ნდობა, უმეტეს მათ ნაწილს. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ მათ ალტერნატივა დაინახონ? ახალგაზრდება რომ დაინახონ, მე საერთოდ ცოტა გული მწყდება ახალგაზრდების პასიურობაზე. თუმცა აი სამოქალაქო აქტივისტში უფრო არიან ჩართულები და უფრო ნდობარი, ხო არ მოძველდა პოლიტიკური, ესე ვთქვათ, თამაშის წესები. ხო, შეიძლება ანტისისტემური უფრო უნდა იყოს პოლიტიკაში. აი, მაგათაც ესეთი სტუდენტების ესეთი მასშტაბური გამოსვლები არ არის. იყო ყველაზე დიდი პრობლემა რეალურად ეგ არის. 2003-ში და ასე შემდეგ, ხო? 2003-შიც იყო, 2012-შიც იყო, მე გავრილოვზეც იყო. გავრილოვზეც იყო, თქვა უნდა დაიგრეს აუდიტორია და ეხლა დეკემბერში ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო, ეხლა მე სტუდენტები რაღაცნაირი აი უდობლობა არის, აი მე შემიძლია 1-3 კვლევა მოგიყვანოთ ამისი ბოლო წლების სულ არის ეს უდობლობა. მაინც იმუშავა, აი გიორგი ვაშაძესთან ვერ შევთანხმდით ბოლომდე, ეგ მიზეზი ხო რა ითქვა, რომ იმუშავა მაინც პროპაგანდამ არ განაცდეთ ეს 12 წელია თუ რამდენი წელი იმუშაობს პროპაგანდა და ვაშაძეს ჰქონდა ესეთი მოსაზრება, რომ ეს პროპაგანდა იმისთვის არის, რომ ჩვენ არ გავერთიანდეთო და მე მგონია რომ პირიქით უხსნებას რაღაცა ჯურშემია გაერთიანდეს და მე ყოველს ერთად ნაცები დაარქვან. აი ამაზეც რა აზრია ეს? არა, რა თქმა უნდა, ყოველს ერთ ქვაბში ჩაყრავდა. აი მე წაგიკითხავთ კვლევის ერთ ნაწილს. ხო, აი ვაშაძე არ დამეთანხმა მე ამაში. მაგალითად რომ პირიქით არ გავერთიანდეთ უნდა. მე კიდე იმათ მგონია რომ უნდათ რომ ზუსტადაც გავერთიანდეთ და ყოველს ნაცები დაგვაქვს. ეს ნაცების ის ხო მუშაობს. არა, უკაცრავად ეხა, ანუ თქვენ რა გონიათ ეხა მე რომ გამლანძღოთ, თქვენ რა ნაც არ დაგიძახებთ ბაჩო და გური? გამიძახებენ უკვე კაზანო ანუ თქვენ რა გონიათ? ანუ ან თქვენ რა წარმოიდგინეთ ეხა რაც არ უნდა მლანძღოთ ეხა მე კანოიძე დაასხეთ და რა ვიცი რაღაცა ბოთლი მესროლოთ ან რაღაცა რომ ხა პროპაგანდა არ იტყვის რომ აი სამი არა ჩვენ ყველა ნაცები ვართ მაგაზე. ანუ ნახე ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ ეს კომპლექსები უნდა გადავდოთ რაღაცნაირად არ არის აუცილებელი რაღაც ყველა ხელჩაკიდებულები ვიყოთ, მაგრამ ჰარმონიზებული რაღაცნაირი ინტეგრაციული პროცესები აუცილებელია, თორე სათქმელი იმდენი მაქვს, რა ვიცი და საკრიტიკო იმდენი მაქვს, დავждები და ვილაპარაკებ, ხო? ამიტომ რომ ეს ნაცების პროპაგანდა მუშაობს, ამიტომ პროპაგანდა იმიტოა, რომ პროპაგანდა, ნახეთ, აი დეჰუმანიზაციის პროცესი დაიწყო 2012 წელს, ძალიან სერიოზული. მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის, ჩვენი, ყველა იმ რაღაცა მაგალითად დეჰუმანიზაციის პროცესი რა იყო, რომ აი თქვათ რა ყველა გაიქცა, რაღაცა ომის დროს ომი რო დაიწყო, გაიქცა, რა იდგნენ წითელხიდზე. მე ბაქოდან ჩამოვედი, იმიტომ რომ შვებულებიდან, იმიტომ რომ არ იყო თვითმფრინავები, არ იყო თბილისში და რა ვიცი, აქედან ერთი მანქანა არ იყო და საერთოდ არავინ არ იყო. ეხლა წაგიკითხავთ 2000 ობოდიში გაწყვეტინებთ 2024 წლის კვლევას. ახალგაზრდები ოპოზიციის ხელისუფლების ალტერნატივად ვერ აღიქვავენ, რადგან არ აქვთ კაფიო ხედვა ქვეყნის მომავალზე. კვლევა მაჩვენა რომ 18-24 წლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური პროცესებით იმედგაცრუებულია და თავს არსად პოლიტიკურ ძალასთან არ აიგივებს. არის თუ არა ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომ ვერ ვამარცხებთ ივანიშვილს და როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია რომ ალტერნატივა გაჩნდეს? პრობლემა არის რომ მე მგონი ალტერნატივას ვერ ხედავენ, კი არის ეს ცალკეულად პრობლემა. ეხლა მაგალითად კახეთში მაგაში ეხმარება ივანიშვილის პროპაგანდა რომ ვერ დაინახონ. ეხლა მაგალითად კახეთში ვიყავი, მე სახლი მაქვს კახეთში და მოკეთ ეს 3 დღე ვიყავი და სხვა შორის აი მაგალითად ყველა უყურებენ ამ კომისიას და კომისიას რო უყურებენ, ყველა არის გაცოფებული, ეგლეხები, რა ვიცი, ადამიანები ვინც ხვდებიან. მაგრამ რა აქვთ იცი რომ ვერ ხედავენ რაღაც გარკვეულწილად ალტერნატივას, ძალას ვერ ასხივებს თითქოს, მაგრამ ესეც ხო რატო ხდება? რეჟიმის პირობებში კაცო ყველა მე ოპოზიცია კი არ კიდევ ვიმეორებ, თვით რეფლექსიის კი არ გაურბივარ. უბრალოდ მე ვამბობ რომ ყველა ახალგაზრდებთან ვერ ვიმუშავეთ. ვერ ვიმუშავეთ საკმარისად. მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ. მე მგონი უნდა მოვრჩეთ და ესე რაღაცნაირად. მე ნუ გვაშიდებ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ასეთი გულახდილი საუბრისთვის. ეს უნდა დაჭრათ თუ არ ნეტ? რაღაც ნაწილებს ამოჭრა. სავარაუდოდ არ დაიჭრება. მე მგონი ისეთი არაფერი გითხოვს რომ ამოჭრა სჭირდებოდეს. არა, მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ რაღაცნაირად ყველაფერი გაიგოს. ვინც დაჭრის, გვიყურებდნენ უკვე, ალბათ და დაჭრიან რაღაცებს და ეცდებიან სათავშოთ გამოყენებას, კი სერი. დაკათე შალვა, დაკათე. კი სერი უწეხია.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ, რომ გამოიწერონ ჩვენი საკომუნიკაციო არხები და ასევე პერიოდულად ვათავსებთ ხოლმე ერთგვარ კითხვას, ვისი მოწვევა სურთ ჩვენს გადაცემაში და იაქტიურონ ამ მიმართულებითაც და ჩვენ აუცილებლად ვეცდებით კომუნიკაცია დავამყაროთ იმ ადამიანებთან, ვინც გაიმარჯვებს ამ ერთგვარ გამოკითხვებში და ვინმე თუ უარს გვეტყვის, მაგასაც მოგახსენებთ. ვემშვიდობები ის საუბრეს მაყურებელს ბედნიერად.